ეთერშია ცოდნის არქეოლოგია. ვანახლებ ჩემს გადაცემების ციკლს. და ჩვენ გვყავს ისე ძვირფასი გიორგი ახალკაციშვილი. გიორგი ახლა დაგვიბრუნა ძალიან მძიმე სამუშაოდან. ძალიან ეროვნულ საქმეს აკეთებს ჩვენი გიორგი. დიახ, ძალიან ეროვნულ საქმეს აკეთებს. ის გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუბიექტი საქართველოს ეროვნული გამოცდების და უაღრესად კვალიფიციური ისტორიკოსი. ჩვენ გვაქვს დისკუსიო ძალიან მნიშვნელოვანი თემა. აქვე მინდა აღნიშნო, რომ მე და გიორგი გავაგზავნებთ ჩვენს დისკუსიას. ალბათ უკვე შემოდგომას, იმიტომ რომ გიორგი მითხოვა დასვენება. დაეხალა ადამიანი. ერთიანი ახალი ძალებით შევუტევთ ახალ თემებს. და ჩვენ მე გავაგზავნებ რაღაცებს. მოვიწევ მაისტუმრებს, შევესწრებ ისტორიის თხრობას გავაგზავნო, მაგრამ გიორგი შემოგვიხდება სექტემბრიდან, ან ოქტომბრიდან მაინც, მაგრამ მაგას მე ვნახავთ. ჩვენ კი განვიზრახეთ ჩვენი დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანი თემით. შევაჩეროთ, დავაპაუზოთ, ეს არის მამლუქების თემა. დიახ. აქვე მინდა ვახსენო ის არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც ქართული კინემატოგრაფიის შედევრია. რა თქმა უნდა, თავისი ნაივური ენით, რა თქმა უნდა, თავის თეატრალიზირებული ენით, პოეტური ენით, მაგრამ ის ეპოქის ენა არის, ეპოქის ენა. ახლა დღეს ესეთ ფილმებს არ იღებენ, მაგრამ იმ ეპოქაში ეს სწორედ რომ ჩვეული ენა იყო, იმიტომ რომ ასე იღებენ მაშინ ფილმებს. სპარტაკი ასეა გადაღებული, ბენ-ჰურიონი ასეა გადაღებული, მოკლედ არანორმალურად მაგარი ფილმი ძალიან მტკივნეულ თემას. ჩვენ განვიხილავთ ქართული მამლუქების ისტორიას, შევეხებით სამ უმნიშვნელოვანეს მამლუქის თავგადასავალს. ეს არის წარმტაცი ისტორია თითოზე შეიძლება ნავიცი ფილმები კი არა, წიგნები კი არა, რა ვიცი რა შეიძლება დაიწეროს. ნამდვილად. და ამავე დროს სანამ ამ სამ გმირს მივადგებით, ჩვენ უნდა გავიაროთ ტყვეთას ყიდვის ძალიან მძიმე მოვლენა, სამარცხვინო მოვლენა. გარედან თავს მოხვეული პრობლემა, მაგრამ მოპასუხეები აქ ბევრი ყავდა. გიორგი, აგვიხსენი, საიდან დაგვემართა ეს ჭირი და რამდენი ხანი გრძელდებოდა? უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, ალბათ ერთგულ მსმენელებს მოვენატრეთ ჩვენი ისტორიული ამბებით, იმიტომ რომ ბევრი იყო დადებითი გამოხმაურება, რაც ძალიან დასაფასებელია მათი მხრიდან და მიხარია რომ იმ თემით ბრუნდები, რომელიც თემაც იყო ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ჩემი ინტერესი. ვერ ვიტყვი რომ მაგალითად, კი მამლუქების საკითხებზე მიმუშავია, განსაკუთრებით აი მე-14 საუკუნის ბოლო და მე-15 საუკუნის პირველი ნახევარი თემურლენგთან კონტექსტში, თუმცა მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ მე გახლდით სტუდენტი იმ უდიდესი მამლუქოლოგის, რომელმაც მთელ მსოფლიოს გააცნო თავი აი თავისი კვლევებით, რომელიც საქართველოს ისტორიას და ზოგადად ქართულ ისტორიოგრაფიას აჩუქა. მე ვსაუბრობ ჩემს უდიდეს მასწავლებელზე, ალბათ ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის ღირსეულ უდიდეს წარმომადგენელზე, ტიტან მეცნიერზე, პროფესორ გოჩა ჯაფარიძეზე, რომელმაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, როდესაც გამოსცა საქართველოს და ეგვიპტის მამლუქები, აი ეს მონოგრაფია, რომელიც არის ფაქტობრივად ეგვიპტის ქართველ მამლუქებზე ალბათ ერთადერთი და სამაგიდო წიგნი, რომელსაც კვლევის დროს აუცილებლად მკვლევარი შეეხება. აი ორიოდე სიტყვით ბატონ გოჩაზე რომ მოვახსენოთ მაყურებელს, ბატონ გოჩა გახლავთ აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ის იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და 10 წლის განმავლობაში არაბულ ქვეყნებში მუშაობდა და ასრულებდა დიპლომატიურ საქმიანობას და ჰქონდა ჯერ დესპანის, ხოლო შემდეგ ელჩის სტატუსი, რაც კიდევ უფრო მეტად აძლევდა საშუალებას, რომ აი იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს ქართველი მამლუქები მოღვაწეობდნენ, შეესწავლა, პირადად ენახა მათი საფლავები. აი ჩვენ დღეს ვახსენებთ სამ დიდ პიროვნებას ეგვიპტის ისტორიაში, ეს არის იბრაჰიმ ქათხოდა, ეს არის ალი ბეი ალ-ქაბირი და ისმაილ ბეი დიდი, რომლებიც ერთმანეთის გვერდზე განისვენებენ კაიროში მცირე ქარაფას სასაფლაოზე და თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველად სწორედ ბატონმა
გოჩამ თავის სტუდენტებთან და ეს ფილმი სხვათა შორის ეს ამბები ცნობილმა რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა გადაიღო ბატონმა მერაბმა და ეს ფილმი არის ხელმისაწვდომია YouTube პლატფორმაზე, რომელსაც ქვია არაბული სახელწოდება ინ ზილია ბაშა, რაც არაბულიდან ქართულად ითარგმნება როგორც ჩამოეთრიე ფაშა, ასეთი სათაური აქვს, ძალიან საინტერესო ეს ტერმინი იყო, როდესაც ოსმალო გამგებელს დაამხობდნენ ხოლმე ეს მამლუქები ამ ტერმინით მიმართავდნენ ინ ზილია ფაშა, ანუ ჩამოეთრიე ფაშა, ციტადელიდან ჩამოაგდეთ. ეს ტერმინი უნდა დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ რაღაც აქტუალურია. კი, და ზოგიერთი ფაშობას ავლენს. ნამდვილად, ასე რომ ვინც გადაწყვეტს რომ აი ეს უარყოფითი დადებით ფაშად მოგვევლინოს, ეს ტერმინი აუცილებლად უნდა გაიყენოს. აიღეთ შეიერება. ნამდვილად. და ფაქტობრივად ჩემთვისაც რა თქმა უნდა დღეს თუ რაიმეს ვიტყვი, აი ეს არის იმ ქართველი მამლუქოლოგების დამსახურება, რომლებიც აქტიურად იკვლევენ ამ საკითხს და მინდა გითხრათ რომ ბევრი ადამიანი არ არის დაინტერესებული, ბევრია, თუმცა მკვლევარი ცოტა ამ საკითხების, მათ შორის მინდა გამოვყო და უღრმესი მადლობა გადავუხადო ახალგაზრდა მამლუქოლოგს, რომელიც არის ისტორიის დოქტორი კონსტანტინე კოკიფერაძე, რომელიც აი თითქმის ყოველდღიურად საოცარ მასალას და წყაროს გვიზიარებს Facebook პლატფორმაზეც, ეს არის მისი დისერტაციიდან, ეს არის ახალი კვლევები და დღეს ძალიან ბევრი საინტერესო წყაროს გაჟღერდება სწორედ მისი ესე ვთქვათ გაზიარებული ინფორმაციიდან, რაც ნამდვილად დასაფასებელია. მკვლევართა ინტერესი იყოფა სხვადასხვანაირად. არიან მკვლევრები, რომლებიც ერაყის ქართველ მამლუქებზე, მაგალითად დაუდ-ფაშა მანველაშვილი და სხვები, რომლებიც არიან ცნობილი, ეს იმდენად დიდი ისტორიაა, რომ ამაზე რაღაცა ცალკე თემა შეიძლება მომზადდეს. არიან ჩრდილოეთ აფრიკაში, ალჟირში, თუნისში, აი სხვადასხვა აფრიკულ ნაწილში, სადაც არაბები იყვნენ ერთი პერიოდი, იქაც იყვნენ ეს ქართველი მამლუქები და ზოგადად მთელ ახლო აღმოსავლეთში იყო ეს ქართული წარმოშობის ხალხი გაბნეული და სწორედ ეს არის იმ უმძიმესი პროცესის შედეგი, რომელიც ჩვენ წეგან დავასახელეთ და ეს არის ტყვეთას ყიდვა საქართველოში და ზოგადად ადამიანებით ვაჭრობა. ზოგადად ეხა ქართველები ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა იმპერიების რიგებში, სამხედრო შენაერთებში ხშირად იღებდნენ მონაწილეობას, მოგეხსენებათ ჯერ კიდევ ძველი პერიოდიდან მოყოლებული, რომაული პერიოდიდან მოყოლებული ბიზანტიურ არმიაში იღებდნენ მონაწილეობას, არაბულ ლაშქრობებში მონაწილეობდნენ, მონღოლებს საერთოდ მოთხოვნა ჰქონდათ, ხო, რომ რაღაცა გარკვეული ასაკის ადამიანი უნდა მათ არმიაში გასულიყო, ხო? და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აი, როდესაც მამლუქებზე ვსაუბრობ, ჩვენ საერთოდ მამლუქებს აქვთ ისტორიაში ორი პერიოდი, შეიძლება ეგვიპტის მამლუქებზე მაქვს, რა თქმა უნდა, საუბარი. ერთი პერიოდი ეს გახლავთ 1250-1382 წლები და შემდეგ უკვე 1382-1517 წლები. პირველი პერიოდი 1250-1382 ეს ეხება თურქული წარმოშობის ეგრევე ბაჰრელი მამლუქები, ეს პერიოდია და მეორე პერიოდი არის უკვე ჩერქეზი წარმოშობის. ეხლა მოდით დავიწყოთ ჯერ იმით, რას ნიშნავს თვითონ სიტყვა მამლუქი. მამლუქი არის არაბული სიტყვა და ითარგმნება როგორც თეთრი მონა, ანუ ადამიანი, რომელიც იმყოფება სხვის საკუთრებაში, შეიძლება ასე ითქვას. და ეხლა მოგეხსენებათ, ისლამში არის ესეთი კაცრად დასაცავი კანონი, მამლუქი აი გამეორდები ნიშნავს თეთრი მონა. სხვის საკუთრებაში მყოფი ადამიანი, ხო? ისლამში გვაქვს ჩვენ ასეთი წესი, რომელიც ნიშნავს ასეთ რაღაცას, რომ არ შეიძლება მუსლიმის დამონება, ანუ დაბადებით მუსლიმი ვერასდროს მამლუქი ვერ გახდება. ის აუცილებლად უნდა იყოს დაბადებული ქრისტიანად და შემდგომ უკვე ის გახდება მამლუქი. ის უნდა იყოს მოტაცებული სხვა ტერიტორიებიდან და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ მამლუქები სულ თავდაპირველად ჩნდებიან, იყო ასეთი უზარმაზარი მხედართმთავარი ახლო აღმოსავლეთში, სალაჰ-ედ-დინ აიუბი, რომელმაც აიუბიანთა ძლევამოსილი სახელმწიფო შექმნა, ჩვენ ვიცით მთელი რიგი დიპლომატიური და სამხედრო ურთიერთობები მისი ჯვაროსნულ სამეფო სამთავროებთან 1087 წლის ცნობილი ხატინის ბრძოლაც მისი მოგებით დასრულდა, შემდეგ ამას მოჰყვა უკვე იერუსალიმიდან ჯვაროსნების განდევნა და იერუსალიმის მუსლიმთა
ხელში გადასვლა, რასაც შემდეგ მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის იდეა და ორგანიზება მოჰყვა ევროპიდან და ფაქტობრივად სალაჰ-ედ-დინის არმიაში ჩვენ გვეგულება რამდენიმე მამლუქი და მათ შორის ერთი ქართველიც არის, ერთი ჩერქეზიც არის და თამამად შეიძლება ითქვას, რომ აიუბიანთა სახელმწიფო არის მამლუქთა ორგანიზაციის დაბადების ადგილი. და ნახეთ როგორ არის 1250 წლისთვის უკვე, როდესაც დასუსტდა ეგრეთ წოდებული აიუბიანთა სახელმწიფო, იქ დაიწყო მამლუქების აღზევება და ეხლა რა კონტექსტში ამ მამლუქებს გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩააბარეს იარაღი და მოგეხსენებათ რომ ვის ხელშიც არის იარაღი ძალაუფლებაც მისია მოაწყეს გადატრიალება 1250 წელს დაამხეს აიუბიანთა სულტანი და მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში. ფაქტობრივად მამლუქები არიან ის სამხედრო შენაერთი, რომელიც იყო საოცრად ორგანიზებული, საოცრად ისეთი ნიჭიერი მეომრებით დაკომპლექტებული და ჰქონდათ რა თქმა უნდა თავიანთი იერარქია. იყვნენ მაღალი რანგის მამლუქები, არსებობდა სხვათა შორის სხვადასხვა სახლები მამლუქების, აი ბეითური სისტემა იყო და ყველა მამლუქი ცდილობდა რომ შეეძინა მონათა ბაზარზე ეს სხვადასხვა ესე ვთქვათ კარგი გარეგნობის, რა თქმა უნდა მამლუქი პირველ რიგში აირჩეოდა იმით, რამდენად კარგი მეომარი გამოხვიდოდა, იმიტომ რომ მამლუქი თვითონ ნიშნავს უკვე სამხედრო პირს, ანუ მეომარს. და შესაბამისად აი მამლუქებსაც არჩევდნენ, ხო, ერთ-ერთ სახლი თუ დაფუძნდებოდა, იმ სახლში ოჯახთან ერთად ეს მონები, ეს მამლუქები შედიოდნენ. და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ეს პატრონი გარდაიცვლებოდა, სახლი დარჩებოდა ყველაზე წარჩინებულ მამლუქს, ხო, თუ მას მემკვიდრე არ ეყოლებოდა. ასეთი სისტემაც არის დაფიქსირებული აი მამლუქთა იერარქიაში. რაც შეეხება თვითონ აი მამლუქების ქართველი მამლუქები როდის ჩნდებიან ეგვიპტის ასპარეზზე, ეს არის ყველაზე საინტერესო, ეს გახლავთ მე-16 საუკუნე. 1516-17 წლები და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ იმდენად მაგრები იყვნენ სამხედრო საქმეში, აი განსაკუთრებით ძირითადად კავალერიას წარმოადგენდნენ ისინი, მათ უნდა ცოდნოდათ ცხენზე ჯირითი გადასარევად, მათ უნდა ცოდნოდათ არაბულად წერა-კითხვა, იმიტომ რომ ყურანში ასწავლიდნენ ჯერ კიდევ ბავშვობიდან და ფაქტობრივად ისინი იზრდებოდნენ როგორც გამორჩეული მეომრები და განათლებული მეომრები, რასაკვირველია და ამავდროულად იყვნენ ფაქტობრივად აი მონღოლები, რომელთა იმპერიაც იშლება ჩინგიზის გარდაცვალების შემდეგ 1227-ში გარდაიცვალა, შემდეგ უკვე ჩვენ გვაქვს თავდაპირველად სამი მონღოლური სახელმწიფო, ეს არის ოქროსურდო, რომელიც ჩვენს ჩრდილოეთით მდებარეობდა, ეს არის ცენტრალურ აზიაში ჩაღათას სახელმწიფო და დიდი ყაენის იმპერია, ანუ იგივე იუანის იმპერია, რომელიც არის უკვე შორეული აღმოსავლეთი, ძირითადად ჩინეთის ნაწილი და ყველაზე ბოლოს ჩამოყალიბდა მოგეხსენებათ ილხანთა სახელმწიფო, რომლის ფუძემდებელიც გახლავთ ხულაგუ ყაენი, ჩინგიზის შთამომავალი. ასე რომ დაპირისპირება, რა თქმა უნდა, მონღოლებსა და მამლუქებს შორის ძალიან დიდი იყო. და ეხლა რა ვგულისხმობ აქ? მოგეხსენებათ, რომ ამ დროს საქართველოს ისტორიაში ძალიან მძიმე პერიოდი გვაქვს მონღოლობა, ორი მეფეა, დავითულუ და დავით ნარინი და რეალურად რა ხდება, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას მათ ლაშქრობებში. მივიღეთ მონაწილეობა 1256 წელს ასასინების წინააღმდეგ. დემეტრემ რა ვიცი, განსაკუთრებით დემეტრე მაგაში არის. დემეტრე თავდადებული სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აი მე უკვე 1299-ში რის გამოც სიკვდილით დასაჯეს. ფაქტობრივად ისიც იმიტომ იყო, რომ ის ილხანებს განუდგა და ფაქტობრივად მასაც ჰქონდა რა თქმა უნდა ვალდებულება, რომ მონღოლებისთვის ხარკი ეხადა მათ ლაშქრობაში. ყველა მეფე ვალდებული იყო, რომელსაც მონღოლები დასვამდნენ, რომ მათ ლაშქრობაში მიიღოთ მონაწილეობა. ეხლა რატო ვახსენე საქართველოს და ეს საკითხი ამ დროს 1250 წელს დემეტრე იმიტომ ვახსენე, რომ დემეტრემაც გამოიჩინა თავი მონღოლებთან ბრძოლის დროს. დიახ, რის გამოც, იმიტომ რომ ორი სახელმწიფო დაეჯახა ერთმანეთს, ოქროს ურდო და ილხანები და დემეტრეს პოზიცია ამ შემთხვევაში რატომღაც აი ოქროს ურდოს მიმართ იყო დიპლომატიური კავშირი და რაც შეეხება ამათ ილხანებს განუდგა. შესაბამისად ის იყო ილხანების სიძე, მოგეხსენებათ, არღუნყაენის შვილი ჰყავდა ცოლად ცოლღარი და ფაქტობრივად 1299 წელს მისი სიკვდილით დასჯის მიზეზი ერთ-ერთი რა თქმა უნდა ეს იყო, იმიტომ რომ გაბედა და რაცა შეეწინააღმდეგა ილხანებს. მამლუქები სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ იმდენად მაგარი მეომრები იყვნენ, რომ არაერთხელ ყავთ ეს მონღოლები დამარცხებული რა მამლუქებს. მაგალითად გამოვყოფ რამდენიმე ბრძოლას, ერთი ეს არის 1260 წელს სხვათა შორის მონღოლებმა, როდესაც გაილაშქრეს მამლუქების წინააღმდეგ, გაიმართა ცნობილი ბრძოლა აიუნ ჯალუთის ველზე.
სადაც მონღოლებმა მძიმე მარცხი განიცადეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ ორივე მხარეს შესაძლოა ყოფილიყვნენ ქართველები. მონღოლურ არმიაში რო იყვნენ, ნამდვილად ეს ფაქტია, მაგრამ მამლუქების მხარეს, ახლა ამ დროს ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც ქართველების გადინება, ასე ვთქვათ, ქართველი ტყვეების გაყვანა, ესე აქტიურად ხდება და დიდი რაოდენობით ხდებიან ამ დროს იქით მხარეს მონღოლთა ან მამლუქების მხარეს ქართველები. აი თუ მაგალითად წავიდოდნენ თვითონ და იქ ან შეიძლება იმ პერიოდშიც ყოფილიყო რაღაცა მცირე რაოდენობა, რომ ესე მონად გაიყვანა, თუმცა ეს იყო ძალიან მცირე რაოდენობა. ამ შემთხვევაში უფრო მეტი რაოდენობა მონღოლების მხარეს უნდა ვივარაუდოთ, ვიდრე მამლუქების და ეხლა რითი არის აღსანიშნავი, რომ აიუნ ჯალუთის ბრძოლაში, როდესაც მონღოლები დამარცხდნენ, აღნიშნეს იქ რომ ეს ქართველებიო, ესე იგი დარჩნენ და მამლუქებთან იბრძოდნენ, ესე იგი რა, ცოტა გასაბრაზებელიც არის, იმიტომ რომ ვის აკვდები ხო, ვის ბრძოლაში ხარ წამოსული, თვითონ მხედართავარი მირბის და შენ ეს ქართული ის გაქვს, რომ უნდა დარჩებოლომდე და არ უნდა შერცხვე და უნდა იბრძოლო და დაამარცხო ეს მამლუქები, ამიტომ თავი გამოიჩინეს, მაგრამ აიუნ ჯალუთის ბრძოლა მონღოლებმა წააგეს. მოგეხსენებათ, მამლუქები ძალიან ისეთ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე გაფართოვდნენ, მათ ალყაში მოაქციეს უკანასკნელი ჯვაროსნული ისე ვთქვათ, ქალაქი აკრა. 1291 წელს საბოლოოდ მამლუქებმა მოუღეს ბოლო ჯვაროსნულ აღმოსავლეთს, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ 1291-ში, როდესაც ტამპლიერთა ორდენმა აკრა დატოვა, ჩათვალეთ, ეს უკვე არის ჯვაროსნული ეპოქის დასასრული და ეს არის უკვე სირია, პალესტინა, ეგვიპტის ტერიტორიაზე ოფიციალურად მამლუქთა ორგანიზაციის მამლუქთა, ესე ვთქვათ, სათავეში მოსვლა. და ისინი მარტოს პალესტინა კი არა და სირია. სირიის ზემოთაც აიჭრდნენ, იქ სადაც ადრე კილიკიის სომხეთი იყო გარკვეულ პერიოდში, აი მე-15 საუკუნეში 1491 წლიდან ომიც კი ჰქონდათ ოსმალეთის იმპერიასთან, იმიტომ რომ ისინი ემეზობლებოდნენ და ანატოლიაში იყვნენ ეს მამლუქები შეჭრილი, ეს რაღაცა კუთხით კონფრონტაციის ისიც კი გამხდარა საბაბი. და სხვათა შორის 1277 წელს იყო კიდევ ერთი ელბისთანის ბრძოლა, სადაც ასევე მამლუქებმა გაიმარჯვეს. 1291-ში ხომსის ბრძოლა იყო, სადაც ასევე მამლუქებმა გაიმარჯვეს მონღოლებთან. მნიშვნელოვანი ბრძოლები აქვთ მოგებული და ფაქტობრივად ეს უდაბნოს რაინდები, როგორც ზოგიერთი ისტორიკოსი უწოდებს, თავიანთ სახელს ამბობდნენ მე-13 საუკუნის პერიოდში ახლო აღმოსავლეთში. თუმცა მე-16 საუკუნეში განსაკუთრებით მძიმე პერიოდი დაუდგათ, როდესაც ოსმალეთის იმპერიამ დაიწყო რეგიონში დომინირება. საერთოდ ახლო აღმოსავლეთი იყო ყოველთვის ყველაზე ისეთი турბულენტური ზონა, ყოველთვის ხდება ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი რყევები, ჯერ კიდევ უძველესი პერიოდიდან მოყოლებული და ქართველი მამლუქების შესვლა სწორედ აი ამ ეგვიპტის ტერიტორიაზე საერთოდ მოხდა, უფრო მეტად 1516-17 წლებში, როდესაც ოსმალეთის სულტანმა სელიმ პირველმა, რომელიც ცნობილია იავუზ, ანუ მრისხანეს სახელით, იმიტომ რომ ის საკმაოდ მკაცრი კანონების და მკაცრი რეფორმების, ასე ვთქვათ, გამტარებელი პიროვნება იყო, თუმცა ძალიან ნაყოფიერი იყო მისი მოღვაწეობა ოსმალეთის იმპერიისთვის. 1512 წელს გახდა სულტანი, ძალით ჩამოაგდო მამამისი ტახტიდან და თვითონ დაიკავა ტახტი და 1520 წლამდე 8 წელი იყო ხელისუფლების სათავეში და 8 წლის განმავლობაში 1514 წელს დაამარცხა ჩალდირანის ბრძოლაში სეფიანთა სპარსეთის დამფუძნებელი ისმაილ პირველი და ფაქტობრივად სეფიანები დააშოშმინა აღმოსავლეთში და შემდეგ გადაწყვიტა, რომ სულტნის სტატუსი არ არის მისთვის საკმარისი და გადაწყვიტა, რომ მან უნდა მიიღოს ისლამურ სამყაროში ცენტრალური ფიგურის სტატუსი, ანუ ხალიფას სტატუსი უნდა მიიღოს, რაც რეალურად არაბული კულტურის ნაწილია, ხო? ანუ სახალიფო და ხალიფა არაბულიდან მომდინარეობს. 1516 წელს შეიჭრა სირიის ტერიტორიაზე და გაიმართა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ბრძოლები, მათ შორის არის 1516 წლის მარჯ-დაბიქის ბრძოლა, სადაც მან დაამარცხა ეგვიპტის მამლუქთა სულტანი კანსავ ალ-ღავრი, რომელსაც ამ ბრძოლაში წაღებული ჰქონდა მთელი ეგვიპტის ხაზინა. იმიტომ რომ ეხლა მაგ დროს უკვე მამლუქებში არ იყო ერთიანობა. აი როგორც გითხარით, ერთი სახლი რო დასუსტდებოდა, მეორე სახლი ყოველთვის ცდილობდა ხოლმე რომ რაღაცა დაეკავებინა მოწინავეს, ესე ვთქვათ, პოზიციები და თან ეხლა რა იყო, ჯარის ნაკლებობა ჰქონდათ, ოსმალები უკეთესად იყვნენ შეიარაღებული, ცეცხლსასროლი იარაღი უკეთესად ჰქონდათ, ათვისებული არა, აი კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ფაქტობრივად განავითარეს ის მნიშვნელოვანი ცეცხლსასროლი, აი ესე ვთქვათ, ის იარაღი, რომელიც იყო ფაქტობრივად ოსმალების წარმატების მნიშვნელოვანი ფორმულა იმ პერიოდში და მარჯ-დაბიქის ბრძოლაში ტყვედ ჩაიგდეს მოკლეს სულტანი კანსავ ალ-ღავრი და ისე მოხდა, რომ ეს ხაზინაც ჩაუვარდა ხელში.
დამასკოში ეს ხაზინა დაიკავა ამ სულტანმა სელიმ პირველმა, მამლუქების ხაზინა მისი იყო, ცეცხლსასროლი იარაღი უკეთესი შეიარაღება მას ჰქონდა და რა თქმა უნდა ნელ-ნელა მოიწევდა პალესტინისკენ. აქ არის ახლა საკითხი, მონაწილეობდნენ თუ არა ქართველები სელიმ პირველის ლაშქრობაში. ზოგადად სელიმ პირველთან ქართველების კავშირი ჯერ კიდევ ადრე ხდება და ეს ქართველები გახლავთ, მაშინ მოგეხსენებათ საქართველოს ერთიანი არ არის. ფაქტობრივად არის სამცხე-საათაბაგო, რომელსაც განაგებენ ჯაყელები, არის იმერეთის სამეფო, ქართლის სამეფო, კახეთის სამეფო, როგორც უწოდეს საქართველოები იმ პერიოდის. და მონაწილეობდნენ სწორედ სამცხიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ აი ზეჭაბუკ ათაბაგმა მაგალითად ხო 1508 წელს სელიმ პირველი იმერეთის მეფის წინააღმდეგ მოიწვია კიდეც, რის გამოც ამას მოყვა 1589 წელს სელიმ პირველის მიერ გელათის მონასტრის მორბევა და იმერეთში ლაშქრობა. ანუ მანამდეც ჰქონდათ კონტაქტები, იმიტომ რომ სელიმი ძალიან კარგად იცნობდა აღმოსავლეთ ანატოლიას. რატო? იმიტომ რომ იქ დანიშნული იყო ტრაპიზონის გამგებლად. ასე რომ ჯერ კიდევ უფლისწულობის პერიოდიდან ეს აღმოსავლეთ ანატოლია იცოდა რა ხდებოდა პოლიტიკურად საქართველოში. რა დროს მოხდა მისი იმერეთში ლაშქრობა? სწორედ იმ დროს, როცა იმერეთის მეფე ალექსანდრემ აიღო გორი. ესე იგი, ზეჭაბუკ ათაბაგმა გააგებინა, რომ ეხლა ის იქ ლაშქრობს და შენ თუ გინდა რომ იმერეთის სამეფოში შემოიჭრა, ყველაზე კარგი პერიოდი არის ეხლა, იმიტომ რომ მეფე არ იმყოფება ქვეყანაში. ქართველებს შორის დაპირისპირებაა და ეხლა არის ყველაზე კარგი პერიოდი, რომ შემოიჭრა და დაამარცხო. ახლა აქ სამცხეს თავის ინტერესი ჰქონდა, ყოველთვის ეშინახა მოგეხსენებათ სამცხეზე პრეტენზია, ჯავახეთზე პრეტენზიას აცხადებდა ქართლი და სამცხეზე იმერეთის მეფე, ასე რომ დასუსტებული იმერეთი მერე უკვე პრეტენზიას ვეღარც გამოაცხადებდა უკვე სამცხეზე, ან თუ გამოაცხადებდა, სამცხე რაღაცნაირად დაიცავდა თავს დასუსტებული იმერეთისგან. ასე რომ სელიმის ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში კიდევ ერთხელ გვიდასტურებს იმ ფაქტს, რომ ქართველები და ოსმალები იმ პერიოდში ჯაყელები და ოსმალები თანამშრომლობდნენ. ასე რომ გაყვა რა თქმა უნდა ქართველი ჯაყელი გაყვა თვითონ ამ ლაშქრობაში, სხვადასხვა ეგვიპტეში ქართველი წარმოშობის საზოგადოება შევიდა, თუმცა ჩვენ ვიცით რომ ამ ჯაყელს სელიმმა სიგელი მისცა და უკან გამოატრიალა, ესე იგი დაუმტკიცა სამცხის ტერიტორიები კიდევ ერთხელ რომ ჩადიდა იქ იყავი გამგებლად. ასე რომ პალესტინის იქით ქართველები აღარ წასულან, მაგრამ მე ვგულისხმობ ჯაყელებს, თორე ისე ქართული წარმოშობის ჯარისკაცები რა თქმა უნდა ოსმალურ არმიაში შევიდნენ ეგვიპტის ტერიტორიაზე 1517 წელს მაგალითად აი უკანასკნელად სადაც სელიმმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ეს არის ბრძოლა რაიდანიასთან. თან აქ ღალატი მოხდა მამლუქების მხარეს, იყო ასეთი პიროვნება ჯანბერდი ალ-ღაზალი, რომელიც გადავიდა ოსმალების მხარეს. ეხლა რომ დაინახა რომ ამათ უკეთესი შეიარაღება ჰქონდათ და იმარჯვებდა, ეხლა ერჩივნა გამარჯვებულის მხარეს გადასულიყო და შემდეგ უბოძეს კიდეც დამასკოს გამგებელი გახდა რა, იქ თავისი მიწა მამული მიიღო ოსმალურ პერიოდში, თუმცა ცოტა მერე აჯანყდა და თავი მოაჭრეს, ასე რომ როგორც ჩანს ძალიან არასტაბილური პიროვნება იყო, ვერ გაერკვა რომელ მხარეს ყოფილიყო. და რაც შეეხება აი რა მოხდა რაიდანიასთან, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა სელიმ პირველმა და იანვარში უკვე ის კაიროში შევიდა. კაიროში შესვლისას უკანასკნელი სულტანი, რომელიც 1516-17 წლებში მოღვაწეობდა, მამლუქთა დამოუკიდებელი მამლუქთა სასულტნოს უკანასკნელი სულტანი ტუმან ბეი, რომელიც სასწრაფოდ აირჩიეს მამლუქთა ლიდერად, სხვათა შორის მას მოუწია ეგვიპტის ციხეებიდან გამოეშვა პატიმრები, იმიტომ რომ არმია მაგ დროს უკვე ძალიან ძიმე მდგომარეობაში ყავდათ მამლუქებს, მარცხზე განიცდიდნენ, შესაბამისად მათ ჭირდებოდათ სამხედრო რიგების შევსება და 1517-ში, როდესაც სელიმი შევიდა კაიროში, მას მიგვარეს ტუმან ბეი და ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს არაბული მინიატურა და ასევე ცოტა მოგვიანებით მე-17 საუკუნის გრავიურისტმა იან ლუიკენმა გადასარევი გრავიურა შემოგთავაზა თავის ინტერპრეტაცია, როგორ ჩამოკიდეს ბაბა ზუვეილას კარიბჭეზე ტუმან ბეი, ანუ სელიმ პირველმა იქ ჩამოახრჩო ეს უკანასკნელი მამლუქი სულტანი. რაც შეეხება ხალიფას, მოგეხსენებათ 1258 წლის შემდეგ, როდესაც მონღოლებმა დაიკავეს ბაღდადი და აბასიანთა სახალიფოს ფაქტობრივად ბოლო მოეღო, თუ სახალიფოს გარამეიღო დარჩენილი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მე-9 საუკუნის შემდეგ არაბული აბასიანთა იშლება საამიროებად, ხალიფა შეიფარეს მამლუქებმა და მამლუქები მფარველობდნენ. ნუ ფაქტობრივად მთელი ისლამური ეპიცენტრი მათკენ იყო მიპყრობილი, იმიტომ რომ ხალიფა მათთან მოღვაწეობდა და ნუ ისლამურ სამყაროში ხალიფა პირველი სტატუსია, რელიგიური, საერო
და სასულიერო თვალსაზრისით და ეს ალ-მუთავაქილ მესამე, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა კაიროში, როცა სელიმი შევიდა, დაატყვევა და გაგზავნა სტამბოლში. თუმცა გზაში გარდაიცვალა. ოსმალო, ესე ვთქვათ, მემატიანეებს თუ დავუჯერებთ, ხალიფამ საკუთარი ნებით გადასცა ხალიფობა სელიმ პირველს, მაგრამ თუ საკუთარი ნებით გადასცა, მაინც და მაინც ოსმალურ ტყვეობაში გზაში ესე უცბად რანაირად გარდაიცვალა. სელიმის ბრძანებით მოკლეს, ახლა ლოგიკურად პირდაპირ უნდა ვიმსჯელოთ, რომ მოკლეს და სელიმმა უბრალოდ ასეთი წარმოდგენა შექმნა, რომ მან გადმომცა ხალიფას სტატუსი და სელიმ პირველი გახდა სახალიფოს ისტორიაში 92-მე ხალიფა. 92-მე ხალიფა. 92-მე ხალიფა ხალიფათა სიაში, მაგრამ ოსმალო სულთნებიდან პირველი ხალიფა გამოდის ოსმალებიდან, მაგრამ ისე რიცხობრივად 92-მე. აი 1516-17 წლებიდან უკვე ფაქტობრივად მამლუქთა რიგებში გამოჩნდა ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით ახლა ამ მამლუქების დაწინაურება როდის ხდება, ქართველების დაწინაურება რო აღზევდნენ, ეს გახლავთ უკვე მე-18 საუკუნე. ახლა ეგვიპტე 1517 წლიდან უკვე სირია, პალესტინა, ეგვიპტე ეს სამი მნიშვნელოვანი ახლო აღმოსავლური ესეთი турბულენტური ზონა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა. აი, მაგამდე სანამ მივიღოთ. დიახ. სანამ კითხავს დავსვამ მე ამას ამოჭრე. დიახ. ეს გჭირდება. ის არის ხმა, ხო ამას. ამას იჭერს უეჭველი ამ ხო. ერთი წუთით, აი ხა შეიძლება ჩაქრე გაითი იმას ქნას და თუ რაღაცა არის პრინციპში, აი მე უფრო მჭირდება რაღაცა წყაროები მაქვს აქ და მაგიტომ ცოტა ხوار გავწიო ეს იქით. ხო, ცოტა იქით გაწიეთ. აი ასე გავწევ და თუ რაღაცა არის მე შეერთ. გათიშვის ის იყოს რა ქვია, ხო? შევაერთებ დაიტენოს და მე გამოვაერთებ მაშინ, ხო? ეხლა სანამ მაგ მნიშვნელოვან საკითხზე გადავართ. დავუბრუნდეთ იმ კითხვას, როგორც არის ტყვეთა სყიდვის პრაქტიკის გაღვივება საქართველოში. ეს ძალიან მძიმე მომენტია, ბევრი მოგზაური აღნიშნავს საკმაოდ სამარცხვინო ეპიზოდებს. დიახ. ისეთ ეპიზოდებს, რომელშიც ვერ ვცნობ ჩვენ თავს, მაგალითად, კაცი, რომელიც საკუთარ დედას ყიდის, ეს კონკრეტულად წერია წყაროში. დიახ. ცოტას უჩხუბი აქვს და ასე უფრო ბედნიერი იქნება. ასევე ეპიზოდი, როცა აღწერენ ძალიან მძიმე ზნეობრივ მდგომარეობას იმ პერიოდის საქართველოში, სადაც მეზობელს ოჯახს სტაცებს მე თავად გამოცხადდება ვითომ საძებრად, შველელად, თავი მოაჩვენოს ვითომ უდანაშაულო. ასევე ისეთი შემთხვევა, როცა გამოჭერილ ასე თქვათ მუტაცებაში ადამიანს ბრალს დებენ, ასამართლებენ და ის კი გამობს მარტო მეგი არა, ესეც არის და ბრალდებულთა წრე იმდენად ფართოა, რომ მე აღარცეთი აღარ ისჩება. აი ეს უმძიმესი ეპიზოდები ალბათ იმ პერიოდში საქართველოს ნამდვილად არ იყო ის ადგილი, სადაც კარგი იქნებოდა მოგზაურობა. დიახ, ნამდვილად არ იყო. ურთულესი პერიოდია. ხო, ალბათ დროის მანქანა რო ქონდეს ეს ოქროს ხანა იქნებოდა ჩვენი საუკეთესო პერიოდი, მაგრამ ეს პერიოდი ძალიან მძიმეა. ძალიან. აი მაგალითად არის ჩვენ ესეთი შემთხვევები მე-17-მე-18 საუკუნეებში განსაკუთრებით, მე-16 საუკუნიდან ოფიციალურად იწყება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ძირითადად ტყვეთა სყიდვით ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი, სტამბოლად წოდებული, იყო განთქმული და იქ ვაჭრობდნენ ცოცხალი ადამიანებით, ხო? ნური ოსმანიეს მეჩეთის გვერდით სტამბოლის მთავარი ბაზარი სადაც არის, იქ იყიდებოდა ცოცხალი ადამიანები. იყიდებოდნენ ქართველები, სხვათა შორის ყველაზე ხშირად კავკასიიდან ჩერქეზები და ქართველები, იმიტომ რომ ყველაზე ლამაზები, ყველაზე ისეთი რაღაც კავკასიური შესახედაობის, ისეთი მებრძოლის, აი მამლუქები ძირითადად არჩევდნენ სწორედ ჩერქეზებს და ქართველებს. და რა თქმა უნდა, თავიანთი შენაერთებისთვის სჭირდებოდათ ისეთი ვაჟკაცი გარეგნობის და რასაკვირველია, გოგონებზეც ასე იყო. მე-18 საუკუნე განსაკუთრებით ახლა რატო იყო ესეთი ოქროს ხანა ვაჭრობაში, ყოველთვიურად არის ცნობები, ეს იტალიელი მოგზაურობის ცნობები, ფრანგი და სხვა და სხვა, არა, ჩვენც გვაქვს ესეთი, მაგალითად, აი იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა სპეციალურად ბრძანებაც კი გამოსცა იმის, რომ თუ ვინმე გაყიდი და შემჩნეული იქნებოდა მონად ვაჭრობაში, თვალების დათხრით ემუქრებოდა, ხო? და ჩვენ კარგად მოგეხსენება, რომ
იმ პერიოდში კათოლიკოს პატრიარქიც კი დაუპირისპირდა, იმიტომ რომ აი სულ იკვირდა რომ სასულიერო პირები იმ პერიოდში რატო არ იღებდნენ მაღალი სასულიერო პირები ამ ყველაფერში რაღაცა რატო არ გმობდნენ ამას ესე საჯაროდ, მაგრამ რა დაკავშირებული იყვნენ ამ საქმეში და იმიტომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ეს არ არის გასაკვირი. ეხლა ხალხს გონია ზოგადად არასწორი შეხედულებები აქვს იმ პერიოდთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რადგან სასულიერო პირია მორჩა, იმას ყველაფერი ეპატიება. სწორედ ამ შეხედულებიდან გამომდინარე ის პატრიარქი, რომელიც სოლომონს უპირისპირდება, ხო, ჯერ ერთი რომ უპირისპირდება ადამიანს, რომელმაც ხრესილის ბრძოლა მოიგო, რომელმაც იმერეთის სამეფოს ფაქტობრივად აჩუქა დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვების პერიოდი, ტყვეთას ყიდვა აკრძალა და 1-2 შეიძლება მთლიანად არ შემცირდა, ეხლა ეს იმ პერიოდში ალბათ შეუძლებელიც იყო იქ რაღაცა თავადაზნაურები თვითონ იყვნენ ჩართული და მოგეხსენებათ იქ ოჯახს ეშინოდა, რომ ლამაზი გოგოან ბიჭი თუ რაღაცა შესახედაობები ლამაზი იმ დროს ალბათ წყევლა იყო. არა, რასაკვირველია, იმიტომ რომ მოიტაცებდნენ აი განსაკუთრებით ოდიშის მხარეს, აი დადიანების ნაწილში მოგეხსენებათ ეს განსაკუთრებით მძიმედ იყო ეს, იცით ყოველ შემთხვევაში რომ აი დადიანები საერთოდ იმერეთის მეფესთან მაინდამაინც კარგ ურთიერთობაში არ იყვნენ, აი ეს გამოჩნდა მე-16 საუკუნეში, ეს გამოჩნდა მერე უკვე ლევან მეორე დადიანის პერიოდში, ხო, როდესაც მთელი რიგი პრობლემებია. ეგ ალბათ საქართველოს ისტორიის უმძიმესი პერიოდია, იმიტომ რომ აქეთ როსტომხანია და იქით ლევან დადიანი და იმერეთის მეფე და ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, ნაწილია ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და როდესაც დაინახავდნენ, რომ შესახედაობით იყო კარგი, ლამაზიან ესეთი აღნაგობის ბიჭი ან გოგო, მოკვიდებდნენ ხელს და გაიყვანდნენ. მათ შორის იყო სხვათა შორის არა მარტო დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოსაც ჰქონდა ეგ პრობლემა ლეკიანობის პერიოდში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ გურამიშვილია გადაცებული. დავით გურამიშვილია გადასარევი არგუმენტი ამისა, გარდა იმისა, კიდევ ერთხელ ხო, ეხა ერეკლე რო გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, ხო, აი განსაკუთრებით 1752 წლიდან და შემდეგ უკვე ფაქტობრივად ის 1762 წლიდან, როდესაც ის დამოუკიდებლად ხდება ქართლ-კახეთის მეფე, თეიმურაზ მეორის გარდაცვალების შემდეგ. თელ კახეთს იარაღი ჰქონდა ხელში აღებული, იმიტომ რომ რაღაცა ლეკიანობა მაგან შეწყვიტა. აღმოსავლეთ საქართველო აი ერეკლეს რეფორმების წყალობით შედარებით უფრო ნაკლებად იყო პროდუქტიული მონათვაჭრობის საქმეში, მაგრამ აი რასაც ვერ ვიტყვით დასავლეთ საქართველოზე. ხო, აი ახთან ხელს უწყობდა ზღვა იქვე იყო. ის ბათუმის ეგრეთ წოდებული ფაქტორი, ნუ ეხლა მაშინ ეს ჩვეულებრივი ქალაქები იყო, არ იყო ეს რაღაცა დიდი ქალაქი და ასე შემდეგ. უბრალოდ რაღაცა, ხო, იქიდან გემი რომ მიადგეს. ოსმალური გემი გაჩერდებოდა, დატვირთავდნენ ბავშვებს, ყოველთურად 5000 ბავშვი გადიოდა ყველაზე მეტი და ეხლა ეს წელიწადში რომ გამოვიანგარიშოთ, რამდენი გამოდის, ეს რამხელა გენოფონდის პრობლემაა საქართველოსთვის. დაახლოებით რა ვარაუდია. და ანუ თვეში 5000 ბავშვი და წელიწადში უკვე ეს არის. ესე იგი 100000. ძალიან დიდი. უკვე ციფრად ციფრებზე ავდივართ, რომ ეს ხალხი რო საქართველოში დარჩენილიყო, წარმოვიდგინოთ რა ეს რამხელა, ესე ვთქვათ, ეს აი რამხელა შეღავათი იქნებოდა ქვეყნისთვის, რომ ის ლამაზი გოგონები თავის ქვეყანაში დარჩებოდნენ, ეს ბიჭები ქვეყანას გამოადგებოდნენ, იქ ჯარში წავიდოდნენ. ხო, ანუ ეს ხო უბრალოდ ადამიანების გამოკლება არ არის. ეს არის საუკეთესოების გამოკლება. ანუ პრაქტიკულად განაუღოთ გამოხშირვა, არამედ ხარისხობრივი გამოხშირვა არის. ანუ შედეგი ორჯერ უფრო მძიმეა. და რამხელა ტრაგედია, როცა ქართველი ბატონი ქართველს ყიდის იმ უცხოეთში, ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, იმიტომ რომ ნუ ეს წმინდა ფინანსური სარგებელია, აბა ნუ ეხლა რა მე ვერ ვიტყვი რომ იმ ხალხს ქვეყანა უყვარდა. არა, მაშინ არ არის ხო? ხო, ჩემი აზრით არ გიყვარს ქვეყანა, როდესაც უფრო მეტად ქართველს უკანა ხაზზე გადმოიყვანდა იმ ფულის გამო და რაღაცა შენი სტატუსის გამო სხვა ქვეყნის ინტერესებს დააყენებ წინა ხაზზე, ხო? ჩვენ სხვათა შორის შორს არა ვართ მაქედან, ასე რომ ისა გვაქვს მაინდამაინც რაღაც ტყვეთას ყიდვა არ ხდება, მაგრამ არც ნაკლები ხდება ეხლა. და რაც შეეხება ეხლა თვითონ აი მე-18 საუკუნეს რისი თქმაც მინდოდა, სხვათა შორის ეს ხშირად გამიგია, რომ მამლუქი ხშირად ბევრისთვის ასოცირდება, რომ ყველა ვარიანტი ქართველია. არ არის ესე, იმიტომ რომ მამლუქი ეს თქვით უკვე რასაც ნიშნავს, ეს არის სხვის საკუთრებაში მყოფი ადამიანი და მარტო ქართველთან არ ასოცირდება, ის ჩერქეზებთან ასოცირდება, ყივჩაღებთან ასოცირდება, თურქული მოდგმის ხალხთან, კიდევ ის ხო, სხვადასხვა ქვეყნიდან გადაწყვეტ, მე უკვე ცოტა გვიან ალბანელებიც არიან, ხო, ეხლა
იცით რა, ბერძნები, აი ბალკანეთის მოსახლეობა უფრო ისინი მიყავდათ ხოლმე იენიჩართა კორპუსებში ირიცხებოდნენ. ეხლა იენიჩართა კორპუსებში ქართველებიც არიან დაფიქსირებული, მაგრამ შედარებით ცოტა რაოდენობა. აი მამლუქებში პირიქით, უფრო მეტი ქართველი იყო და შედარებით ნაკლებად იყვნენ ალბანელები, ბოსნიელები და ეს სერბები და ბალკანეთის ესე ვთქვათ მკვიდრნი. ასე რომ ოსმალეთის იმპერიაში 100-ზე მეტი სამხედრო შენაერთი იყო და ეხლა ვიღაცას იენიჩართა კორპუსში გაუშვებდნენ, ვიღაცას სიფახთა კორპუსში გაუშვებდნენ და რა თქმა უნდა ეგვიპტეში თუ ჩახვიდოდი და აღნაგობა ხელს გიწყობდა, გაგზდიდნენ როგორც მამლუქს. და აქ არის ერთი საინტერესო საკითხი. აი მე-18 საუკუნეში მაგალითად ძირითადად ეგვიპტის ისტორიაში ორი სახლი არის დაფიქსირებული. ერთი ეს არის კატამიშის სახლი და მეორე არის კაზდაღლის სახლი. ისტორიული წყაროების მიხედვით აი როგორი საინტერესო ამონარიდებია და გაგაცნობთ ამ ამონარიდებს. კატამიშის სახლი მუჰამედ ბეი კატამიშმა დააფუძნა 1731-1736 წლებში იყო ეს ზოგადად დაწინაურებული და მოგეხსენებათ რომ ორივე სახლის დამფუძნებელი არის ქართველი. და იქ ხდება უკვე შიდა დაპირისპირება ამ ქართველ სახლებს შორის. ესე იგი, იქ უკვე შიდა კონფლიქტები წარმოიშვა და მე-18 საუკუნეს რა პერიოდია, როდესაც ასპარეზზე გამოდის რუსეთის იმპერია სამწუხაროდ. ეს სოფლიოს ისტორიის მე ვიტყოდი იმ პერიოდში სამყაროს სიმსივნე, ასე დავარქმევდი, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად ძლიერდებოდა ეგ იმპერია, ერთი დადებითი თვისება ის ჰქონდა, რომ აი ოსმალები ძალიან დაასუსტეს. ძალიან დაასუსტეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ მე-18 საუკუნეში მიმდინარეობდა ცნობილი მოვლენა, აღმოსავლეთის საკითხი, როდესაც ევროპული ქვეყნები და რუსეთის იმპერია დაინტერესდნენ თურქეთის ან ოსმალეთის იმპერიის საკითხით და განსაკუთრებით დღის წესრიგში დაისვა ბალკანეთის ქვეყნების თავისუფლება. ეხლა გაახსენდათ იქ ჰომეროსის და ოდისეას ქვეყანა რო იყო ეს საბერძნეთი და ეს ბოსფორ-დარდანელი უფრო ეს რუსეთს აინტერესებდა ძალიან. სხვათა შორის რაც არ უნდა ოსმალეთის წინააღმდეგ, აი წასულიყვნენ ოსმალეთის ეს მე-16 საუკუნეში მხელა რესურსი ჰქონდა დაგროვებული, აი სულეიმან პირველის მმართველობის პერიოდში, რომ ოსმალეთის იმპერიამ ფაქტობრივად იმპერია არ იყო. 1299 წელს იყო ოსმანის ბეილიქი და იქიდან მოყოლებული 1453 წელს უკვე კონსტანტინოპოლის აღების პერიოდში მას მიენიჭა ბიზანტიის განადგურების შემდეგ იმპერიის სტატუსი და 1453-დან 1923 წლამდე ჰქონდა იმპერიის სტატუსი, ხო, სანამ რესპუბლიკად არ გამოცხადდა. ასე რომ ხანგრძლივი იმპერია და ამ ხანგრძლივ იმპერიაში სწორედ მამლუქების როლი ძალიან დიდი იყო სხვათა შორის და მეცაც გეტყვით. ეს მამლუქები აი მე-18 საუკუნეში აი გავაგრძელებ ამ საკითხს, როდესაც ეს საგვარეულოები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, ეს კატამიშის და კაზდაღლის სახლი, ჩვენ ვიცით, რომ წყაროების მიხედვით გაიმარჯვა კაზდაღლის სახლმა. აი რომელიც ეკუთვნის ძალიან ცნობილ პიროვნებას იბრაჰიმ ქათხოდას, ასეთ ადამიანს, რომელიც არის ქათხოდა ეს ნიშნავს მოადგილეს. ესე იგი იმ პერიოდში პირველი პირი იყო ეს იქ, ქათხოდა იყო, მერე იყო ბეგები, ბეილიქათი არსებობდა, სადაც შედიოდნენ ეს ქართველი მამლუქები და ცოტა დაბალი თანამდებობა კიდე აღები. კიდე უფრო დაბალი იყო უბრალო მამლუქები, ესე იგი მეომრები რა, რომელიც არ წარმოადგენდნენ არაფერს და უბრალოდ სამხედრო შენაერთების წევრები იყვნენ. თუმცა პატივსცემდნენ ერთმანეთს და ეს სახლის სახლზე ჩვეულებრივად შეიძლებოდა ეს რომ დაიწყებოდა ომი, აუცილებლად იმ კლანური სისტემა ჩამოყალიბდა შეიძლება ასე ითქვას და ეხლა ეს ხდებოდა ოსმალეთის დროშის ქვეშ. მონეტას მოჭრიდნენ ოსმალეთის სულთნის ნებართვით და სხვათა შორის ეგვიპტე, აი მე-17 საუკუნეში ოსმალეთს როცა ეკონომიკურად გაუჭირდა, სხვათა შორის სულ ეგვიპტეში იყო ხოლმე მათი ძირითადი ხაზინა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეგვიპტე იყო ცოცხალი საფულე მე-17 საუკუნის ოსმალეთის იმპერიისა. და აქ არის კიდევ ერთი საკითხი. აი მაგალითად წყაროები გვეუბნებიან, რომ ესე იგი 1735 წლიდან ჯერ კაიროს იენიჩართა კორპუსს მეთაურობდა ეს იბრაჰიმ ქათხოდა. მერე დაწინაურდა 1748 წლიდან უკვე ოსმალეთს აუჯანყდა და 1758-54 წლებში ფაქტობრივად დამოუკიდებლად განაგებდა ეგვიპტეს და მისი დამსახურებაა აი ცნობილი მამლუქების ესე ვთქვათ აღზევება, რომლებიც არიან ცნობილი აი ისმაილ ბეი დიდი მაგალითად, ალი ბეი ალ-ქაბირი და აბრაამ შინჯიკაშვილი და სხვათა შორის კიდევ ერთი ქართველი მამლუქია, რომელსაც დღეს ვახსენებთ, ეს არის მურად ბეგი. იბრაჰიმი და მურად ბეგი ეს განუყოფელია, იმიტომ რომ მათ შექმნეს საოცარი ისტორია. მე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეგვიპტის ისტორიაში იყო ასეთი პიროვნება, ალი ბეი ალ-ქაბირი, ალ-ქაბირ არაბულად ნიშნავს დიდი.
დიდებული, ასე შეიძლება დავარქვათ, რომელიც დაიბადა 1728 წელს, წარმოშობით გახლავთ აფხაზეთიდან არის, მღვდლის ოჯახში დაიბადა, მამამის ერქვა დავითი, ისიც კი ვიცით, ვინ იყო, იმიტომ რომ იოსები, ხო? დიახ, თვითონ იოსები ერქვა და სხვა საიდან ვიცით ახლა ეს ყოველივე. 1768 წელს თავისთან ჩაიყვანა. Ну, ფაქტობრივად 1768 წელს მან მოიპოვა დამოუკიდებლობა ოსმალებისგან. მე ახლა პარალელს გადავალ რა პერიოდია 1768 წელს იწყება რუსეთ-ოსმალეთის აი ეს აღმოსავლეთის საკითხის პირველი დაპირისპირება, რომელიც გაგრძელდა 1774 წლამდე. რომელიც გამოიყენა ეს მომენტი. ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულები და ოსმალეთის იმპერია დასუსტდა. ამან გამოიყენა ეს მომენტი. საერთოდ 1756-57 წლებში უკვე დაწყებული აქვს ანტიოსმალური მოძრაობა და ფაქტობრივად გამარჯვებაზე აღწევს, იქ ფაშა ჩამოაგდო ტახტიდან, იქ სირია-პალესტინაში გადავიდა, მთელი ლაშქრობები ჩაატარა სირია-პალესტინის ტერიტორიაზე, ну ეგვიპტის ტერიტორიაზე თავისთავად მომხრეები ყავდა და ის გახლავთ იბრაჰიმ ქათხოდას მამლუქი. როცა იბრაჰიმ ქათხოდა გარდაიცვალა 1735 წელს მოაკლევინეს. დიახ, ისევე როგორც ალი ბეი ალ-ქაბირი. სხვათა შორის მის საფლავზე რა წერია? მოკლა ძმათა ხელისგან მოიკლა, ასე ვთქვათ, ხო? მოკლე ძმებმა. როგორც ჩანს, წარმოშობით ეხლა აქ შეიძლება აფხაზები გულისხმებიან, შეიძლება საქართველოს სხვა ნაწილიდან წაყვანილი ქართველები, თუმცა ფაქტია, რომ სხვათა შორის საკუთარმა სიძემ ჩამოაგდო ტახტიდან, როგორც საკუთარმა სიძემ დაამხო, ასე შეიძლება ითქვას, მუჰამედ ბეგ აბუზაჰაბმა, რომელსაც საკუთარი ოჯახის წევრი მიათხოვა, გაზარდა როგორც მამლუქი და შემდეგ იმან ძალაუფლება რომ მოიპოვა, ეს ალი ბეი ალ-ქაბირი ჩამოაგდო ტახტიდან და მოაკვლევინა, ხო? დაჭრილი 1773 წელს დაჭრილი გარდაიცვალა, ხო? ეს ეტყობა ბრძოლაში დაჭრეს რასაკვირველი აჯანყების დროს და შემდეგ გარდაიცვალა. ალი ბეი ალ-ქაბირის შესახებ სხვადასხვა ძალიან საინტერესო ცნობები გვაქვს, არის ესეთი ფრანგი მემატიანე, ისტორიკოსი ლუზინიანი, რომელიც პირდაპირ გვაწვდის სერიოზულ ცნობებს ამ ადამიანთან დაკავშირებით, მათ შორის არის ის, რომ ის ხშირად ახსენებს ალი ბეის როგორც მის ქართულ წარმომავლობას და აქ ფიქსირდება აფხაზეთის ნაწილი. ეხლა საიდან ვიცით, რომ ქონდა ოჯახის წევრებთან კონტაქტი. 1768 წელს მან თავისთან ჩაიყვანა მამა, რომელიც გახლავთ მღვდელი და ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ დაუჩოქა და ხელზე იამბორა. როგორც სასულიერო პირს. ეხლა ეს წარმოიდგინეთ მუსლიმმა ეს გამოიყენეს, ხო? აბარა რასაკვირველი ეს ერთ-ერთი ის იყო, რომ ბრალდება ის ციცის. კი, ბევრისგან გამიგია, რომ აი ესეთი კითხვა შეიძლება დაისვას. უყვარდათ თუ არა და რამეს აკეთებდნენ თუ არა ეს ქართველი მამლუქები საქართველოსთვის, ხო? და ძალიან ბევრისგან ეხლა მაგალითად აი ფრანგი ისტორიკოსები, რომელსაც მე ეს ნაპოლეონის ეყრდნობა და სხვა ამბობენ, რომ ესენი იყვნენ უგულო, ესენი იყვნენ უკონტაქტო, ну ეხლა ფრანგები ეხლა მათი მოწინააღმდეგეები იყვნენ და ბუნებრივია მათი შეფასება მამლუქებთან შეიძლება არ იყოს იმ რეალობის ამსახველი, რაც მართლა იყო იმ დროს, ამიტომ ვერ ვუჯერებთ მათ, ამიტომ და ეხლა ამის დამადასტურებელი მის საწინააღმდეგო ოპონენტური აზრები არსებობს სხვა მემატიანეების მხრიდან. ძალიანაც უყვარდათ კი რომელია, ოჯახის წევრები ჩაყავდათ იქ, თანამდებობაზე ნიშნავდნენ, მერე ფულს ატანდნენ, რომ აბა იქ არ გაგიჭირდეთ და მარტო იმაზე კი არ ფიქრობდნენ, რომ თქვენ არ გაგიჭირდეთ, აბა ქვეყანას რა ჭირდება, იმასაც ფიქრობდნენ, ხო? იყო შემთხვევა მაგალითად, რომ ერეკლე მეორესთან განსაკუთრებული კონტაქტი ჰქონდა აბრაამ შინჯიკაშვილს, ამაზე ჩვენ გვექნება საუბარი. იყო ასეთი შემთხვევა, რომ გამოუტანებიათ მაგალითად დიდი ფული და სხვადასხვა იმისთვის საჩუქრები რა, აი მე იყო ესეთი პერიოდი, ხო ზოგიერთი გვარი საერთოდ გაქრა კიდეც ვინც იმ პერიოდში კონტაქტი რო ქონდათ ერეკლესთან, საიდან ვიცით ეს რო გამოატანეს ეს ეგრეთ წოდებული საჩუქრები, ის საჩუქრები წაიღო, ვისაც გამოატანეს, გაქრა და მე მოძებნეს ის და წერილი გაუგზავნეს. როგორც ჩანს ლაზარე ერქვა იმას, ნერი იბრაჰიმის ისიც არის რა, მინაწერიც არის იქ, რომ რა დაგემართაო ეს ეხლავე ჩაიტანეო ეგ საჩუქრები და ადრესატამდეო, იმიტომ რომ იქ ერეკლე ცოცხალი არისო. გიორგი იულონი ალმასხანი ჩამოუთვალა ეს ერეკლეს შვილები, მთელი ეს ბიჭების არმია, რომელიც ერეკლეს ყავდა, ეხლავე ჩაიტანეო, ესე იგი იმედი აქვს იმის, რომ აი ერეკლე ცოცხალია, ის გიორგი იულონი ალმასხანი ყველა ჩამოუთვალა, ეხლა ჩაიტანე ეგ საჩუქრები, თორე ისინი ცოცხლები არიან და არ შეგარჩენენ. ეგრე სიცხვილე მოგივიდაო რა ეს საჩუქრები რომ
ერეკლესთან ჰქონდათ ასევე კონტაქტი იმ კუთხით, რომ ესე იგი ეს იბრაჰიმ შინჯიკაშვილი მაგალითად ყიდულობდა ქართულ მამლუქებს და არის შემთხვევა, რომ გაუგზავნია მაგალითად საქართველოში და ასეთი მოლაპარაკება იყო, რომ იქ რო დაბრუნდებოდნენ ქვეყანაში, ერეკლე ხმობიდან გაათავისუფლებდა. თუმცა არის დაფიქსირებული ისეთი მომენტები, რომ აი დაბრუნებულა მაგალითად და მაინც ხმის სტატუსი ქონია, ასე ვთქვათ. ხო, ნუ ეხლა შეიძლება ის ვერ ახსრულდა რა, პირდაპირ შეიძლება ეწინააღმდეგებოდა კიდეც იმ პერიოდის არსებულ ვითარებას და მე აქ გამოეწვია ამას ძალიან დიდი კონფლიქტი, რომ ის თუ ხმობიდან გათავისუფლდა, დანარჩენებს რატო არ ათავისუფლებენ მაგალითად ხმობიდან, ხო? ეხლა ყველა ხო არ გაიყიდება ბაზარზე, სტამბოლის მონათა ბაზარზე და ყველა ხო არ წაიყვანენ ეგვიპტეში და მე იქ იყიდიან და უკან გამოგზავნიან. ასე რომ იყო ასეთი დიპლომატიური კავშირები და განსაკუთრებით ურთიერთობა ჰქონდათ რუსეთის საკონსულოსთან. აი ჩვენთან 1793 წელს გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი. ეს როგორ ვთქვა, შინაარსისგან დაცლილი რუსული გადმოსახედიდან რო ვთქვა, ანუ ესე იგი ქაღალდი, რომელშიც რა სიტყვებიც ეწერა, იმას რასაკვირველი არასდროს არ შეასრულებდა რუსეთის იმპერია. არ შეუსრულებია. დოკუმენტი. დიახ, ამ დროს გაიხსნა ზუსტად პირველი საკონსულო ალექსანდრიაში, ეგვიპტეში გაიხსნა, ესე ვთქვათ, პირველი საკონსულო, სადაც ეს მამლუქები ეკონტაქტებიან რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინეს და ეუბნებიან, რომ იცი რა არის, აი ჩვენ რაღაცნაირად ვითანამშრომლოთ, თან ახლა ამ ქართველებს ნახეთ რა წერილია გაგზავნილი, ისეთი ვინმე გამოგზავნეთ, რომ ჩვენი ენა ესმოდეთ ამ საკონსულოში, ესე იგი ქართულად მოლაპარაკის გამოგზავნას ითხოვენ რა, რომ ვიღაცა გამოგვიგზავნეთ, რომ ჩვენ ენაზე დაგველაპარაკოს. აქ შეიძლება ეხლა ვივარაუდოთ არაბული და ქართული რა, ეს ორივე შეიძლება ვივარაუდოთ, თუმცა ნუ ეხლა 12-13 წლის ბიჭებს რო გაიტაცებ, იმას საკუთარი სოფელიც ახსოვს, საკუთარი მშობელიც ახსოვს, საკუთარი ქვეყანა ახსოვს და ისიც შეიძლება ახსოვს რა პოლიტიკური ვითარება არის საკუთარ ქვეყანაში. ასე რომ ის დამოკიდებულება, რომ აი მამლუქებს ქვეყანა უყვარდათ თუ არ უყვარდათ, რასაკვირველია უყვარდათ და კიდევ ვიმეორებ, რასაკვირველია ბევრს აკეთებდნენ, რომ საკუთარი ოჯახის წევრები, საკუთარი ასე ვთქვათ, ნათესავები ან იქ წაიყვანათ და თანამდებობებზე დაენიშნათ. ყოფილა შემთხვევა, რომ მაგალითად ქალაქის გამგებლად ბეი სტატუსი მიანიჭეს, ყოფილა შემთხვევა, რომ მამლუქთა შენაერთების მხედართმთავრად დანიშნეს, ხო, დებს და მამიდაშვილებს და ეს მდედრობიცკეს ისეთ იმაზე ათხოვებდნენ რა ადგილობრივებზე, რომლებიც ასევე წარმოშობით ქართველები იყვნენ, ოღონდ იყვნენ მამლუქები. ისლამი მიიღეს და ჩვეულებრივად. ჩვენთან ყველაზე, აი, როდესაც წეგან ვახსენებე ისტორიის დოქტორმა კოკი ფერაძემ გაგვიზიარა ეს საოცარი ინფორმაცია, როგორ შეხვდა მამამის ეს პიროვნება რა და ეს როგორ დაუჩოქა და ხელზე იამბორა მუსლიმმა ეგვიპტის პირველმა პირმა ქრისტიან მოდელს. ეს იყო ეს გამამან გამოიწვია ჩემში ძალიან დიდი პატივისცემა, იმიტომ რომ ესე იგი ის ადამიანი ტოლერანტი იყო და მე მამაა. ხო შეიძლება გადახვეოდა როგორც მამას, მაგრამ როგორც სასულიერო პირს ისე შეხვდა. აი პატივისცემა გამოხატა. აი იმის რაც რასაც ბავშვობაში აკეთებდა, როგორც ჩანს ის ჩვევაშიც ჰქონდა, დაინახა სასულიერო პირი და ის გააკეთა, რასაც თავის დროზე ალბათ მშობელი ასწავლიდა. და ამას კიდევ ერთი რამე ადასტურებს. ის რომ იმ მამლუქებს უყვარდათ საქართველო. აი მაგალითად დღეს რო თქვენ მარტყოფში ჩაბრძანდებით, მარტყოფში არის ეკლესია, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც არის აშენებული სწორედ აბრაამ შინჯიკაშვილის ესე გვაქვს ცნობები. ჩვენ ვიცით რომ მან გამოგზავნა 200 ოქრო, ეხლა 200 ოქრო იმ პერიოდისთვის ისეთი საშუალო ფულია რა, მაინდა-მაინც არ ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ ნუ არ ცოტა არ არის. საშუალო, ასე ვთქვათ, სახსრები, ასე ვთქვათ, თან ახლა იქ იყო რომ გამოვატანა წერილი საწირავენო მარტყოფსო რა, რომელ ეკლესიაშიო და იქ ნიკოლოზის სახელობის ეკლესია არისო და ახლა დედაჩემი მოხუცდებოდაო იქ ახლა ვეღარ ივლისო და იქნება მის სახლთან ახლოს ააშენო თუ ეს ტაძარი და ჩვენ ვიცით რომ ამ ფული გამოგზავნა. მაგრამ ტაძრის აშენება თარიღი არის 1811 წელი. ეს ძალიან ტრაგიკული თარიღია ქართული ეკლესიის ისტორიაში, იმიტომ რომ ამ პერიოდში მოგეხსენებათ რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, პატრიარქის თანამდებობა და მოგეხსენებათ ჩამოიყვანეს და დასვეს ეს ლოთი ეგზარქოსები.
რომლებმაც გაძარცვეს ქართული ეკლესიები, იცით თქვენ ეს კირით შეღებეს, ძალიან ბევრი ეკლესიის გადაკეთება მოინდომეს რუსული არქიტექტურის სტილში, ეს რაღაცა ხახვისთავიანი ეკლესიები რო აქვს თუ რაღაცა მაგის სტილში მოინდომეს და ის იყო ამას წინათ გამეცინა ერთ საკითხზე ბატონი ლაპარაკობდა რომ ესე იგიო თურქებმა და სპარსელებმა დააქციესო რა ეს ეკლესიებიო და ასე შემდეგო და რუსებმა პირიქით ყველა ეკლესია გადაარჩინესო ნუ როგორც ჩანს ეთყობა ჩახედული არ არიან ისტორიაში თორე ამას ნამდვილად არ იტყოდნენ იმიტომ რომ 1811 წლიდან ზუსტად როცა ეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი დასრულდა მარტყოფში უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა იმიტომ რომ ფაქტობრივად ფუნქცია არ ჰქონდა ამ ტაძარს რაღაც არსენალად გადააკეთეს მოგეხსენებათ რუსებისთვის ჩვეულებრივი მომენტი იყო ეკლესიებში იარაღის საწყობის გაკეთება და რაღაცა კედლებზე კირით ჩვენი ძვირფასი ფრესკების გადაფარვა და ასე შემდეგ ამიტომ უმძიმეს პერიოდში აშენდა ამ დროს იბრაჰიმი ცოცხალია მაგრამ აღარ არ იყო ასე ვთქვათ იმ თანამდებობაზე რა თანამდებობაზეც მაშინ ფული გამოგზავნა და თან ყველაზე რა არის რომ ესე იგი დედამისზე ხო იფიქრა იმ პერიოდში ფული გამოგზავნა და თან იფიქრა იმაზე რომ ესე იგიო ის ეხლა ლეკიანობა გაქვთო, ტყვია წამალი მოიმარაგეთო და ასე შემდეგ და მარტყოფში აშენდა შინჯიკაშვილის სახელზე კოშკი. რომელიც ლეკებისგან იცავდა იქაურობა შინჯიკაშვილის სახელობის კოშკი არის თუშფალიშვილების სახელობის კოშკი არის ხო და სხვათა შორის მარტყოფი არის სოფელი რომლიდანაც ფაქტობრივად აი წარმატებული მამლუქებიც იყვნენ ახლა შეიძლება პირველ ადგილზე არ ყოფილიყვნენ იბრაჰიმივით მაგრამ მეორე მესამე ხარისხის თანამდებობები ეკავათ იმ პერიოდში აი ახლა მაგალითად აქ არის ერთი საინტერესო წყარო ალიბეი ალქაბირის ქართული გარემოცვა. ზოგი მაგალითად იყო მეჭურჭლე თუ ხუცესი, ოღონდ ეს ყველა ძირითადად გარემოცვა სულ ქართული ხავდათ. აი დაახლოებით როგორ გითხრათ 18 მამლუქი ბეგიდან 14-16 ქართველი იყო. მამლუქთა იერარქიაში, იმიტომ რომ მათ ერჩივნათ საკუთარი სამშობლოდან ხოლოდათ ეს დაწინაურებული ფენა მამლუქებში და რა თქმა უნდა ესენი უნდა ყოფილიყვნენ ქართველები. ასევე ეხლა არის დაფიქსირებული რაიმე, ანუ ქრისტიანული რიტუალიზმი ძალიან შიდა წრეში თუ აი ასეთი შემჩნევა დაფიქსირებული არა. არა, იმიტომ რომ ეხლა ეგ ჯერ ერთი ძალიან სარისკოა, იმიტომ რომ აი მაგალითად, როდესაც ალიბეი ალქაბირმა დაიწყო საკუთარი სახლის ჩამოყალიბება და ასე შემდეგ, ხო, ის საერთოდ ეგვიპტე კაიროდან გააძევეს, იმიტომ რომ სხვა მამლუქმა ბეგებმა იქ შურით და იმით რომ ეხლა ეს შექმნის ახალ ოჯახს, ასე ვთქვათ, მამლუქების და ეს მერე გადატრიალებას მოაწყობს და გახდება პირველი პირი. ისედაც 1768 წლიდან 1773 წლამდე სანამ ცოცხალი იყო წარმოიდგინა დამოუკიდებელი სტატუსით სულთნის გარეშე მონეტა მოჭრა. სულთნის გარეშე მონეტა მოჭრა ეხლა და მონეტა მოგეხსენებათ იმ პერიოდში ლეგიტიმაცია აბარა რასაკვირველია ეს იმას ნიშნავს რომ მე უკვე დამოუკიდებელი მართველი ვარ და მე შემიძლია გავაკეთო. თუმცა ამ ყველაფერს ხელს კიდევ გამეორდები ის უწყობდა რომ იმ დროს აი რუსეთის იმპერია რო ჯობნიდა ოსმალეთის იმპერიას ამ ომებში ჩვენ ვიცით რომ მათი აი ამ რამდენიმე ომიდან მე მგონი 6 არა ერთ ყველაზე წარმატებული ოსმალეთისთვის იყო ყირიმის ომი ისიც იმიტომ რომ ეხმარებოდნენ ინგლისი და საფრანგეთი ასე რომ ფაქტობრივად ოსმალეთის იმპერია 1699 წლის შემდეგ ძალიან ძიმე ესე ვთქვათ აი ძალიან ელვისებურ დეგრადაციას განიცდიდა რასაკვირველია ნუ ეს ოფიციალური თარიღია თორე სულეიმან პირველის შემდეგ უკვე იმპერიამ განვითარება შეწყვიტა. უფრო დაცემისკენ მიმავალი პერიოდი ჩემი აზრით არის 1699 წლის შემდეგ, იმიტომ რომ მანამდე ჯერ კიდე რაღაცი შნო ჰქონდათ. აი ვენის მეორე ალყას თუ გავითვალისწინებთ, ხო? და ასე შემდეგ. ასე რომ აი ალიბეი ალქაბირის მმართველობა ასეთი იყო. შემდეგ უკვე მაგალითად აი მე წეგან ვახსენე დუუმვირატი, ხო? აი ორი მამლუქის დუუმვირატი. ერთი ეს არის მურად ბეგი 1750-1801 წლებია მისი მმართველობა და მეორე გახლავთ იბრაჰიმ ბეგ ალქაბირი 1735-1816 წლები ამათი დუუმვირატი ეგვიპტეში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხა რატო? ასევე შექმნეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ეგვიპტე გამოეყო ოსმალეთის იმპერიას და მათ წინააღმდეგ გაგზავნეს ძალიან ცნობილი იმ დროს ოსმალეთის იმპერიის ადმირალი კაპუდან-ფაშა იგივე ჰასანი, რომელიც ყველაზე ცნობილია იმით, რომ ის არის თავისი განუყრელი ლომით ცნობილი, იმიტომ რომ მას ესე ვთქვათ, ლომი ყავდა და ერთ-ერთი მომენტიც არის აღწერილი ისტორიულ წყაროებში, როდესაც ეს კაპუდან ჰასან-ფაშა შევიდა კაიროში და გააძევა მურად ბეგი და იბრაჰიმ ბეგი კაიროდან, იქ მამლუქებს სიტყვითაც კი მიმართა, აი ამ სიტყვებს წაგიკითხავთ, ეს რას რა უთხრა
როგორ აძლევთ ნებას ამ ორ უღმერთო მონას მურადს და იბრაჰიმ ბეგებს გულისხმობს რომ თქვენ გმართონ და იტანთ მათ ძალაუფლებას, ტირანიას და ჩაგვრას, რატომ არ გაერთიანდებით მათ წინააღმდეგ და არ განდევნით თქვენგან. ესე იგი, ადგილობრივი მამლუქი დაბალი ფენის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ გაერთიანდით ამ ორი მურად ბეგის და იბრაჰიმ ბეგის წინააღმდეგ და დაამხეთ რა, თქვენ აღარ შემოუშვათ კაიროში. იმიტომ რომ არსებობდა საშიშროება, ეხლა ჰასან-ფაშას უკაიროში ხوار დარჩებოდა, ის ადმირალი იყო, სხვათა შორის მის გარემოცვაში. იცით რა, წარმოშობით ის იყო, საქართველოსდან იყო, მაგრამ სომხური წარმომავლობა ჰქონდა, როგორც ვიცით, სოფელ ფშაველში დაიბადა და იქიდან მოყოლებული აღზევდა ოსმალეთის იმპერიაში და ეკავა ძალიან დიდი თანამდებობა, ეხლა კაპუდან-ფაშა არის, ფაქტობრივად ადმირალის სტატუსი იყო, ხო, ესე იგი გემი ქონდა და სხვათა შორის მონაწილეობა მიიღო რუსეთ-ოსმალეთის 1787-1792 წლების ომში, შავი ზღვის ფრონტზე აქტიურად იბრძოდა საზღვაო ფრონტზე გულისხმობ და ის არის ცნობილი აი თავისი ლომით, თუმცა როდესაც მას მოუწია 1787 წელს ეგვიპტის დატოვება, იმიტომ რომ რუსეთის ფრონტზე ჭირდებოდათ, ეს მურად ბეგი და იბრაჰიმ ბეგი ბრუნდებიან ხელისუფლების სათავეში და აქედან მოყოლებული უკვე იბრაჰიმ ბეგმა დაამყარა კონტაქტი ეგრეთ წოდებულ ერეკლე მეორესთან, ქართლ-კახეთის მეფესთან, რომელსაც აი ნახეთ როგორი საინტერესო ფრაზა, აი სწორედ ისტორიკოსმა პროფესორმა გოჩა ჯაფარიძემ ასე შეაფასა მამლუქთა დამოკიდებულება იმ პერიოდის საქართველოსთან და თქვენის ნებართვით წავიკითხა ამ წყარო ძალიან საინტერესოა. სამშობლო მათთვის უპირველეს ყოვლისა იყო ის სოფელი და ის მხარე, სადაც დაიბადნენ, ფეხი აიდგეს. იმ დროს ადრეულ ასაკში ქართველი ბიჭებიდან ცოტას თუ ექნებოდა საშუალება თავისი სოფლის თუნდაც ქალაქის გარეთ გასულიყო, მშობლიური პატარა სოფელი, პატარა კუთხე სამუდამოდ აღიბეჭდებოდა მათ ცნობიერებაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, აი მეცნიერი პირდაპირ გვეუბნება თავის წარმოდგენას, კვლევარი მამლუქების ისტორიისა, რომ ყველაფერი ახსოვდათ. მაგალითად, ეს არის რა, 1765 წელს ჯერ ერთი იბრაჰიმ ბეგს ჰქონდა ყველაზე დიდი თანამდებობა, შეიხ ალ-ბალადი იყო. ამაზე დიდი თანამდებობა მამლუქთა იერარქიაში აღარ იყო უკვე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის იყო ყველაზე დაწინაურებული ფიგურა იმ დროს. და ნახეთ რა იყო საინტერესო, 1765 წელს ერეკლემ კანონიც გამოსცა, რომლის თანახმადაც ეგვიპტიდან დაბრუნებული მონები, რომლებსაც იბრაჰიმი ყიდულობდა და უკან აგზავნიდა, სამშობლოში თავისუფლები ხდებოდნენ. ესე იგი ერეკლე მობიდან ათავისუფლებდა. აი რაც გითხარით წეღა. აქ არის საინტერესო მომენტი რა. მოგეხსენებათ მე-18 საუკუნეში ეგვიპტის ისტორიაში იწყება უმძიმესი მომენტი და ეს უმძიმესი პერიოდი დაუდგა თამათ 1798 წელს, როდესაც საფრანგეთში გამოჩენილმა სამხედრო ფიგურამ, მომავალში ძალიან დიდმა პოლიტიკოსმა და ახალი ისტორიის ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის თავისი ეპოქის შემქმნელმა ადამიანმა, ნაპოლეონმა, ნაპოლეონ ბონაპარტემ და 1794 წლიდან ნაპოლეონ ბონაპარტიმ, იმიტომ რომ გადაიკეთა გვარი ფრანგულად, დაიწყო ეგვიპტის ექსპედიცია. ამ ექსპედიციაში მონაწილეობდა 38000 ფრანგი მეომარი და ამ დროს ახლა მამლუქებს იძულებული გახდნენ, ახლა მამლუქებს ოსმალებიც უჭერდნენ მხარს ამ შემთხვევაში. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ოსმალებსა და ფრანგებს შორის მე-16 საუკუნის შემდეგ ფაქტობრივად დაიძაბა ურთიერთობა. ჩვენ ვიცით, რომ მე-16 საუკუნეში ისინი თანამშრომლობდნენ, მათ საერთო მტერი ყავდათ, ეს არის ჰაბსბურგები და ამ ჰაბსბურგების გამო ეს ორი სახელმწიფო გაერთიანდა. ფაქტობრივად დაუკავშირეს დიპლომატიური კავშირი მოხდა მათ შორის. რაც ისტორიაში ცნობილია 1536 წლის კაპიტულაციის შეთანხმებით, ეს არის კავშირი ფრანგულ შროშანსა და ოსმალურ ნახევარმთვარეს შორის. ამ დროს სულეიმან პირველი გახლავთ ოსმალეთში, ფრანსუა პირველი გახლავთ საფრანგეთში და საღვთო რომის იმპერატორი კიდე კარლ მეხუთე ჰაბსბურგი. დიდი ფიგურები იმ პერიოდის. და როცა ნაპოლეონი ეგვიპტეში მოვიდა, მოგეხსენებათ, მან ჯერ არმია გადმოიყვანა, ესე იგი არმია გადმოსხა ალექსანდრიაში და ალექსანდრიიდან უკვე დაიწყო ბრძოლები. მაგალითად, პირველი ეს გახლავთ 1798 წლის 21 ივლისს გაიმართა ბრძოლა იმ ბამბასთან, აი რომელსაც შეცდობით პირამიდებთან ბრძოლას ეძახიან. პირამიდებთან ბრძოლა რეალურად მოხდა, ოღონდ ეს იყო ამ ბრძოლის ერთ-ერთი დამამთავრებელი ეტაპი. პირველი შეტაკება მოხდა იმ ბამბასთან, სადაც რა თქმა უნდა ნაპოლეონმა გაიმარჯვა. ეხლა რანაირად გაიმარჯვა? უფრო მეტნი იყვნენ ისინი, ხო, 65 უფრო მეტნი 1000 ადამიანი. მოგეხსენებათ, რომ ნაპოლეონს იყო განათლებული არტილერისტი.
საერთოდ სამხედრო კარიერა артиლერისტის ჰქონდა და კარე გააკეთა ისეთი ოთხკუთხედი კარე და ეს ფრანგების სამრიგად იყვნენ დალაგებული და მოგეხსენებათ რომ ქვედა რიგით უფრო ჩამოხლული, შემდეგ ცოტა უფრო დიდ და ზემოდან ესე იგი არ წყდებოდა ცეცხლი. საიდანაც არ უნდა მოხსულიყვნენ ეს მამლუქები, ოთხივე მხრიდან ცეცხლს უხსნიდნენ ეს ფრანგები და ფაქტობრივად მამლუქებმა ვერ მოახერხეს ამ კარების გარღვევა, მაგრამ თუ გაარღვევდნენ ამ კარეს, იქ იწყებოდა საშინელი ხოცვა-ჟლეტა. თუმცა ძალიან ბევრმა რამემ გადაწყვიტა ფრანგების გამარჯვება იმ ბამბასთანაც და პირამიდებთანაც, იმიტომ რომ ცეცხლსასრული იარაღი უკეთესად ეს განვითარებული იყო. მამლუქები ძირითადად რას იყენებდნენ? იყენებდნენ ხმალს, შუბებს და ფაქტობრივად რაღაცა ტრადიციული ხალხი იყო. აი როგორც იაპონიაში სამურაები მაგალითად, ხო, არ შეირცხვენდა თავს და იქ თანამედროვე რაღაცა იარაღს არ გამოიყენებდა და იყვნენ თავიანთი კატანის ერთგულები, ისე იყვნენ ეს მამლუქებიც როგორც აღმოჩნდა. ეს ოსმალური შეიარაღება საკმარისი არ იყო, მით უმეტეს რომ ეხა ფრანგულ შეიარაღებას ვერასდროს ვერ აჯობებდნენ და ნაპოლეონის პერიოდიდან იწყება უკვე ფაქტობრივად აი მამლუქების დაღმასვლა და მე თქვენ ეხლა წაგიკითხავთ ფრაზას, რომელიც ნაპოლეონმა წარმოსთქვა მამლუქები ფაქტობრივად როგორ შეიარაღა ქართველი მამლუქებიც. ზოგადად ნაპოლეონთან იყო ასეთი პიროვნება რუსტამ რაზმაძე, რომელიც იყო თბილისელი სომეხი, სხვათა შორის და მასთან იყო მის კართან ეძინა. პირდაპირ მნიშვნელობით მისი მამლუქი იყო, ხო, ეგ ეგვიპტიდან წაყვანილი, მას აჩუქეს და შემდეგ ჩვენ სხვათა შორის ქართულ ენაზე მისი მემუარებიც კი არის თარგმნილი, ხო, აი პროფესორ ალექსანდრე მიქაბერიძესა და ნიკა ხოფერიას მიერ ძალიან საინტერესო ცნობებია ნაპოლეონის პირადი მამლუქი როგორ აღიქვამდა ამას. მარტო ეს კი არა. ნაპოლეონმა საერთოდ მამლუქების კორპუსი ჩამოაყალიბა მერე, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ფრანგულ შენაერთად ითვლებოდა. აი მოგახსენებთ მაგასაც. ნაპოლეონი მამლუქებს ასეთი აზრის იყო. ეს იყო მამაცი და მშვენიერი ლაშქარი. ორი მამლუქი ერეოდა 3 ფრანგს. მათ ყავდათ უკეთესი ცხენები და უკეთ იყვნენ შეიარაღებული, მაგრამ ფრანგი კავალერისტების ასეულს არ ეშინოდა მამლუქთა ასეულისა. 3 ფრანგი ამარცხებდა ამავე რაოდენობის მამლუქებს, ხოლო 1000-1500 მამლუქს, იმიტომ რომ უკვე კარეს გაკეთება შეიძლებოდა და უკვე მამლუქები ვეღარ შედიოდნენ ამ შენაერთებში და აი ახლა მოგახსენებთ 1800 პირველ წელს მაგალითად ნაპოლეონმა ჩამოაყალიბა მამლუქი კავალერისტების რაზმი, რომელიც 240 მხედრისგან შედგებოდა და ცოტა მოგვიანებით 1804 წლის 29 ივლისიდან 585 მხედრამდე გაიზარდა ეს შენაერთები, სხვათა შორის არის ცნობილი ეს ახატებიც ეს პარიზის ქუჩებში ეს მამლუქთა კავალერიის შესვლა, სხვათა შორის მადრიდში რო შევიდნენ ფრანგები, ხო ყველაზე მტკივნეულად ესპანელებმა აღიქვეს მამლუქების შესვლა მადრიდში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ესპანელებს მტკივნეული მომენტი აქვს მუსლიმებთან, ახლა იქ რეკონკისტა გაახსენდათ და მე-8 საუკუნიდან მე-15 საუკუნემდე როგორ იბრუნებენ ამ ქვეყანას და ამან გამოიწვია ძალიან დიდი ანტიფრანგული პროტესტი. რო ეს თავწაკრული ეს მამლუქები რო დაინახეს იქ, ესე ვთქვათ, ესპანეთში, ახლა იფიქრეს ახლიდან არ დაგვისვან ეს მუსლიმები ესპანეთში, ვინც ეს ასე იფიქრეს. შემდეგ მონაწილეობა აქვს მიღებული 1805 წელს აუსტერლიცთან, 1807 წელს პრისის ეილაუსთან ამ ბრძოლებში და ნუ ახლა რუსტემ რაზასთან ერთად კიდე გამოირჩევა ასეთი შახინი, თბილისიდან იყო ისიც ასევე, რომელზეც გვაქვს ცნობები, რომ ის რამდენჯერმე დაიჭრა კიდეც ამ ნაპოლეონის ბრძოლებში და მაინც მამაცურად აგრძელებდა თავის საქმიანობას. ახლა საბოლოო ჯამში რა ხდება? საბოლოო ჯამში ხდება ის, რომ მამლუქთა პერიოდის აღსასრული უკავშირდება წარმოშობით ალბანელ ოსმალო პოლიტიკურ ფიგურას, ეს გახლავთ მუჰამედ ალი ფაშა. ძალიან ცნობილი სამხედრო ფიგურა, იმიტომ რომ ის გაგზავნეს მამლუქთა დამოუკიდებლობის გასაუქმებლად და ეგვიპტის კვლავ ოსმალთა შემადგენლობაში დასაბრუნებლად. ის 1769 წლიდან 1858 წლამდე მოღვაწეობდა და აი რა არის საინტერესო. სულტან სელიმ მესამე სხვათა შორის, რომელიც 1799 წელს ავიდა ტახტზე და დედით ქართველი იყო, აი ეს არის ძალიან საინტერესო ასევე იყო, ისეთი პოლიტიკოსი დიდად, უფრო მეტად კულტურის მოყვარული პიროვნება, პოეტი პიროვნება და სხვადასხვა. აგზავნის ეგვიპტეში ასეთ პიროვნებას მუჰამად ალი ფაშას და ეხლა რა იყო აქ საინტერესო. მუჰამად ალი ფაშა მრავალწლიანი ომი გამართა მამლუქებთან და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ დიპლომატიით აჯობოს ამ მამლუქებს და 1811 წლის 1 მარტს მოიწვია ეს 470 მამლუქი, რომლებიც იყვნენ ძირითადად რა, ეხლა მამლუქები უფრო მეტნი იყვნენ რასაკვირველია, მაგრამ აი ისინი, ვინც
იყვნენ ეს მეთაურები, მოიწვია. კაიროში არის შუა საუკუნეებში აშენებული ეს ციტადელი. ამ კაიროს ციტადელში დაპატიჟა ყავაზე, რუქუმზე და ასე შემდეგ, მოგეხსენებათ მე მაშინ ღვინო და ეს ასე ვთქვათ, ეს არ იყო, ხო, დაპატიჟა ყავაზე ეს მამლუქები უთხრა რომ მოვრიგდეთ. რასაჭიროა ეს ხოცვაჟლეტა რაღაცა დიპლომატიაზე წამოვიდა და 470 მამლუქი ამ ციტადელში რომ მივიდა, რა თქმა უნდა, იარაღი ჩააბარეს გარეთ და რომ ეს გაიმართა, ყავა დაალევინა, რაღაცა ცეკვები გაიმართა, იქ წეულება გაიმართა, როგორც ჩანს ასე შემდეგ და როცა დაეშვნენ ეს ესე ვთქვათ, ყავით დამთვრალი მამლუქები, კაიროს ციტადელში ესე რომ დაეშვნენ, ეს ვთქვათ, დაეშვა კარები, გასასვლელი კარები და კოშკებიდან გადმოდგნენ ალბანელი მეტოფეები და დაუწყეს სროლა მამლუქებს. აი 470 წელს პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეგვიპტელი მამლუქთა აღსასრულის თარიღია რა 1011-ის მუხანათურად ჩახოცეს ამ ალბანელებმა ეს მამლუქები 470 მამლუქი თუმცა ჩვენ ვიცით რომ ერთ-ერთი მამლუქმა დრო იხელთა ცხენს მოახტა და ციტადელიდან გადმოეშვა და ჩავარდა ალბანელთა კორპუსში დაბლა იქაც ალბანელებთან და გაუშვეს როგორც ჩანს იმიტომ რომ ისეთი დიდი სიმამაცე ჩაიდინა არსებობს კიდე სხვათაშორის ამისი ფოტო თუ გრავიურა ეს როგორ ხტება ციტადელიდან ერთ-ერთი მამლუქი იმ დროს როცა შიგნით დანარჩენებს ხოცავენ მოგეხსენებათ უიარაღო მამლუქებს ესე იგი იმის შიში იყო რომ მიუხედავად იმისა რომ ესენი კარგად იყვნენ ჩასაფრებული და მომზადებული მამლუქებს იარაღი არ უნდა ქონოდათ იმიტომ რომ შეიძლება შემოტრიალებული იყო იმ ციტადელშივე მამლუქების გამარჯვებით საოცარი მეომრები იყვნენ და ფაქტობრივად 1811 წლის 1 მარტს მამლუქთა აღსასრულის დრო მოვიდა ერთი საინტერესო ნაწილით მინდა რომ დავასრულო აი ჩემი მოხსენება ეს არის რა თქმა უნდა ის ძირითადი ნაწილი ახლა რაც ქართულ მამლუქებს ეხება თუმცა თითოეული მამლუქი აი ახლა ჩვენ ვიც დავასახელეთ ხო რას ლაპარაკობ მონოგრაფია შეიძლება და მარტო სალექციო კურსი შეიძლება ერთ ჩატარდეს იმიტომ რომ ყველას თავისი შეხედულება ქონდა როგორ უნდა ემართათ აი იბრაჰიმ ქათხოდას, ალი ბეი ალ-ქაბირს, ისმაილ ბეიდიც, იბრაჰიმ შინჯიკაშვილს, მურად ბეგს, ყველასთან მურად ბეგი სასტიკი იყო სხვათა შორის. იბრაჰიმ შინჯიკაშვილი არა, აი მურად ბეგი იყო. სხვათა შორის ფრანგებმა იპოვნეს მის კარავში მისი სავარცხელი და ვენის მუზეუმში ინახება დღეს მურად ბეის. ძალიან მცირე რამეებია შემორჩენილი. ხმალი, სავარცხელი, აი ესეთი ამბავი და ცნობები სხვათა შორის ძალიან მცირეა. თუმცა რა თქმა უნდა ამისი ცნობები არის მე დავასრულებ ჩემს ლექციას ასე ვთქვათ პროფესორ გოჩა ჯაფარიძის სიტყვებით რომელიც ზუსტად გადმოგცემს და ძალიან კარგად აღწერს აი სწორედ იმ პერიოდის ამბავს და აი იმ კითხვას ცემს პასუხს იყვნენ თუ არა ქართველი მამლუქები საქართველოსი დაინტერესებული და უყვარდათ თუ არა საკუთარი სამშობლო ისლამი კრძალავს მუსლიმის მონად გაყიდვას ეგ კი არა მუსლიმთა ქვეშევრდომი ქრისტიანების დამონებაც აკრძალულია ჩვენში ქრისტიანი ბატონი ქრისტიან ყმას ყიდდა ამას ემატებოდა ოსმალებისა და ყიზილბაშთა შემოსევები და ლეკიანობა რის შედეგადაც ქვეყნიდან უთვალავი ტყვე გადიოდა ისინი ვერ დაიცვეს უუფლებო მშობლებმა ვერ დაიცვა სუსტმა სახელმწიფომ და ვერც ეკლესიამ ტყვეებით მოვაჭრეთა შეჩვენებითაც კი ეს ძალიან მცირე ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა ტყვეებით მოვაჭრეების შეჩვენება მაგრამ მაინც თავისი ნებით არ დაუტოვებიათ მათ საქართველო თავისი ნებით არ ჩამდგარან სხვის სამსახურში მით უმეტეს არც მახვილი აღუმართავთ სამშობლოს წინააღმდეგ და საკუთარი ხალხის მტრები არ გამხდარან განა შეიძლება რაიმე პრეტენზია ჰქონდეს ამის შემდეგ მამლუქების მიმართ რომლებიც იყვნენ დაინტერესებული ფულს აგზავნიდნენ ეკლესიებს აშენებდნენ იქიდან აქ თავის მშობლებს პატრონობდნენ ტყვია წამალი მოიმარაგეთო კოშკებს აშენებდნენ იქიდან გამოგზავნილი ფულით და ამის შემდეგ მე მგონი უადგილო იქნება იმ შეკითხვის დასმა იყვნენ თუ არა ქართველი მამლუქები საქართველოსი დაინტერესებული და ნამდვილად დასაფასებელია ის ასე ვთქვათ საოცარი ისტორია რომელიც აი ამ უძლიერესმა ზოგმა სასტიკმა ზოგმა დიპლომატმა ქართველმა მამლუქმა ახლო აღმოსავლეთში გადიტკაცებულმა პიროვნებამ შემოგვინახა ხო ალბათ რაღაცა ძალიან უცნაური სიმბოლურიც არის ეს ისტორია იმით რომ ჩვენი გენოფონდის საუკეთესო ნაწილი გაიტაცეს და ეს
თვისებრივი და ხარისხობრივი კონტრასტი აი შემოწმდა იქვე იმპერიაში. დიახ. ეს ხო შეიძლება რაღაცა შემთხვევითობა იყოს და როგორ შეიძლება გამოგივიდეს აი ასეთ წამგებიან მდგომარეობაში, წამგებიან პოზიციაში შექმნა კარიერა. ხო ეს რთული რამ არის რა. უნდა იბრძოლო რა, რომ გახვიდე იმ სიმაღლემდე, ახლა შეიხალ ბალადი გახდე, ის ხეხლა ხო ეგრე არ არის, როგორი ისეთია და მოდი დავნიშნოთ შეიხალ ბალადად. ხო, ამას შრომა ჭირდება, რა თქმა უნდა. ხო, ანუ აი რაღაცა გაგებით რაღაცა უცნაურად ქართული ჯიშის ერთგვარი გამარჯვება, მაგრამ მაინც სამწუხარო და მაინც ძალიან რუსთვის მიწაზე ხდება და სხვა მაინც იცნობდნენ. დიახ, იმიტომ რომ ეს ისტორია საერთოდ უნდა ყოფილიყო, ან შექმნილიყო. დიახ. ეს გმირები შეიძლება საერთოდ უსახელოდ დაასრულებდნენ. რა თქმა უნდა, შეიძლება საერთოდ გლეხები ყოფილიყვნენ და იქ მიწა მამულზე მუშაობით დაესრულებინათ ცხოვრება. იდეალურ საქართველოში ესენი უსახელოდ დაასრულებდნენ სიცოცხლეს. თუმცა გადის შეიძლება მისთვის რო გეკითხა, მას ეს ერჩინა. რასაკვირველია, კი. აი ერთს გეტყვით, იყო ასეთი შემთხვევა, რომ მაგალითად იქიდან უყიდიათ კიდეც მიწა, აი მან ქართულ მამლუქს უყიდია მიწა აქ და მე აქ უთქვამთ რა, რომ ისო შორს არისო აქ რაში ჭირდებაო მიწა და მე ამას გულდაწყვეტით წერილიც გამოუგზავნია, რომ თქვენ ჩემ იმასთან რა ხელი გაქვთო, ჩემ მიწასთან, ხო, აქედან იყიდა და აი ნამდვილად ისეთი წერილია სევდიანი, აი ესე უცრემლოდ ვერ წაიკითხავ, იქნებ ოდესღაც მეღირსოს და დავბრუნდე. აი ხედავთ როგორი ის არის რა. ეხლა ამას ხო აქვს რა თქმა უნდა თავისი შინაარსი და განცდა ის სიყვარული იმ საკუთარი სამშობლოს მიმართა რა. ასე რომ აი ეს აცოცხლებს იმ ყველაფერს რაც იქ აი მათ თავს ხდებოდა და ნუ რა თქმა უნდა აქ შეიძლება გლეხად დაესრულებინათ სიცოცხლე და იქ ეგვიპტეში პირველი პირები ხდებოდნენ ხო და ოლიგარქიაში იერარქიაში ასრულებდნენ უდიდეს ფაქტურად აი როგორც გავმეორდები 18-16-დან 12-14 უკვე ქართველი მამლუქი იყო ხო კი რა თქმა უნდა ეს არის აი მნიშვნელოვანი საკითხი მადლობა გიორგი ძალიან საინტერესო მოხსენება საქართველოს ისტორიის ფრიად ტრაგიკულ ფურცლებზე მე განმეორდები რომ ალბათ იდეალურ საქართველოში ეს ისტორია არ უნდა დაწერილიყო იმიტომ რომ ჩვენ გვყოლებოდა ეს ადამიანები ჩვენს ფრთაში და არ ვიცი ჩვენებურად ჩვენს ისტორიას სხვანაირად დავწერდით მაშინ მაგრამ ასე მოხდა ისტორია მარტო ერთ ისტორიას ცნობს აქ ჰიპოთეზები თუ არაუდი ეს სპეკულაცია და საერთოდ სხვა გონების ვარჯიშის დისციპლინა და არა რეალური მსჯელობა. თა როგორი დასაფასებელია იმ ფონზე, რომ ეგვიპტეში გაყიდულმა ქართველმა მონებმა არ დაივიწყეს ეს ქართველობა და აქ აქცევდნენ ყურადღებას აქ და აი აქვე მაგალითად ეს გარუსებულმა ქართველებმა, რომლებიც წავიდნენ და იქ რუსულ პოლიტიკურ ასპარეზში ჩაებნენ, საერთოდ დაივიწყეს ქვეყანა. აი აქ ნატურალიზაციის ხარისხი აი გარუსების შემთხვევაში ალბათ მეტი იყო, ხო? ესენი თავისინებით რუსდებოდნენ, ხო? ეს ხო ისინი 12-13 წლის ასაკში კარგი გაამუსლიბეს ის სხვა რელიგია, ხო? მაგრამ აქ სიტყვაზე ციციშვილი რო ხარ და ციციანოვი რო გახდები და იქ ბაგრატიონად რო მიდიხარ და უკვე რუსად რო გადაკეთდები და რუსული იმპერიალისტური შეხედულებები რო და რო ეთანხმები იმ აზრს რო შენი ქვეყანა დაპყრობილია და თან ეხლა იქ რელიგიური პოლიტიკა იყო თან ყველაზე მატყუარა ხო ეხლა ისინი რადგან მართლმადიდებლები იყვნენ ეხლა რუსეთი და მართლმადიდებლობა ერთმანეთისგან იმდენად შორს არის რომ რა გითხრათ ეს მარტო სტატუსი ხო არ უნდა კონდეს ამიტომ დასაფასებელია ის ფაქტი რომ აი ეგვიპტეში ტყვედ გაყიდულები ასეთი დიდი სიყვარულით იხსენებენ საკუთარ მშობლებს იქიდან ეკლესიებს აშენებენ ესენი ქრისტიანებად არიან დაბადებული იქ მიდიან და შემდეგ იმ იმპერიას ემსახურებიან და იმ იმპერიას აქებენ ხო მე ახლა ყველაზე არ მაქვს საუბარი რა თქმა უნდა აი ვინც არიან ისტორიაში შემორჩენილი აი ეს გარუსებული მოღალატეები რომლებიც საკუთარ ეკლესიებს გიძარცვავს ეგზარქოსების ხელით აი ეს უბრალოდ ეს უნდა აღგვენიშნაოთ ხო ეს კონტრასტი არსებობს დიახ ნამდვილად შედარება უნდა გაკეთდეს ეს კონტრასტი არსებობს მადლობა გიორგი მადლობა გიორგი და გელოდები ჩემს აი ამ ლამაზ იმპროვიზირებულ სტუდიაში დაშვებული ძალებით გაიხარეთ მეგობრებო ეს გახდათ გადაცემა ცოდნის არქეოლოგია ძალიან საინტერესო თემით დაგიბრუნდით მე გავაგრძელებ საქართველოს ისტორიის თხრობას გიორგი მოგვიანებით შემოგვიერთდება ამავე შეხვედრამდე